მოვედით ხიდზე, ხო არ დაიბნევი, მაგრამ რა დაგაბნევს ამ ხელა რეჟისორი კაცი. არ გეგონოთ, რომ პირველად ხვდებით, ერთმანეთს გუშინად შევხვდით, ეს ხო არ გამიბრაზდება. თქვენ რა გენაღლებათ, იქ შეკეტილები ხართ და მღერით და ცეკვათ დაახლოებით ასე წარმოუდგენია. რისგან შედგება შენი სამუშაო პროცესი, მანამ სანამ დაიწყებ მუშაობას მსახიობად? ქალებს და ბავშვებს ხოცავდნენ მაშინაც, ხოცავენ დღესაც. შენ თუ ამას ვერ ხედავ, ძალიან მიზანმიმართულად აკეთებ ამას. ამ წუთას ზუსტად იგივე ხდება და უბედურება ისნა და ძალიან სევდიანი, რომ ამას აკეთებენ ახალგაზრდების ხელით. რეჟისორის ავტორიტეტს არ ურახუნებს, თუნდაც გარშემო იქ დამსწრე ადამიანებს შორის? მე არ ვდგამ აქ სპექტაკლებს საქართველოზე, ან ირანზე, უკრაინაზე მაგალითად, რომლებიც ბრძოლაში არიან, არამედ ვდგამ იმაზე, როგორ აკვირდებიან ამ ბრძოლას შეშფოთებით აქაური ადამიანები. მე მკაფიოდ მახსოვს, როდის და რატომ მომინდა მეხსიერებისთვის ზე დამეშენებინა ჩემი წარმოსახვა. ფიქრობ იმაზე, როგორ მინდა რომ ვილაპარაკო. შენ თუ გქონია მსგავსი განცდა, რომ რაღაცას ვერაფერ ხებ, ვერ ცვლი, მაგრამ თუ ამას ვერ ვაკეთებ, მოდი ამის შესახებ სხვას მაინც გავაგებინებ. როგორც წესი პიესებს ვარჩევ ეგრე. და ყოველთვის აქცენტს მაგაზე აკეთებ? დავდგები სცენაზე და 500 კაცმა მიყურეთ მე როგორ ვაკვირდები ჩემ ცხოვრებას. წეგან ახსენე სიტყვა მშვენიერება. თვითონ მსახიობი არის ძალიან მშვენიერი მოვლენა. თან პარიკები ახურავთ თავზე და ძველ დროში ხდება მოქმედება. ჩვენ ამის გჯერა და ვტირით დარბაზში მიხდიან ვიცინით. ავანგარდში იყავით თავიდანვე, პირველი დარტყმები თქვენ მიიღეთ. გვინდოდა რომ ბევრი პოლიტიკა შემოგვეტანა თეატრში და თეატრს ერთხელ და სამუდამოდ დაეკარგა რაღაცა ეს ვოდებილურობის თუ აი კილოკავის ფუნქცია. რა გახსენდება ამ სიტყვებზე? ამ თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი არ იყო კონფორმისტი და ის არ იდგა სისტემის მხარეს, მაშინ იყო ის საინტერესო ავტორი. რობიკოს გულისხმობ, რობერტ ზურვას გულისხმობ. ზუსტად პროტესტში, მოძრაობაში, როცა უკვე ინტირანოსი გაჩნდა, უკვე როცა ანდრო დაიჭირეს. მირული საქმე იყო, რაც თქვენ გააკეთეთ მაშინ. ჭკვიანად არ ვიქცევი, მოკლედ არც აქ ამის თქმა მინდა რა. ანუ აქაც პრობლემა ვარ და მგონია რომ ჩემი ფუნქციაც ეგ არის, რომ პრობლემა უნდა ვიყო. და რა არის სამომავლო გოლები? ეს რომ მე რადიკალური ახალგაზრდა ვარ, ეს არის ერთადერთი, რაზეც ქართული რეჟიმი და გერმანული თეატრი თანხმდება. წამოდი ცოტა წინ. რამდენიმე ქალაქში მინახავ. იცით რა ხია საერთოდ ეს? აი შეხედე ხა. აი ესე არაფერი აღარ გამოდის. ჯობია რომ ესე დახარო, ხო რომ რაღაცა იდუმალება მაინც შეიქ. ჰორიზონტი არასდროს არ კონდეს ცენტრში. ან მაღლან? აი კონდეს ან ქვევ. დევიდ ლინჩის ის გახნანა, ხე გახსოვს ეგა? ჰორიზონტიო როცა მაღლაო საინტერესოა, როცა დაბლა საინტერესოა, შუაში როცა არის შითო. ხო, კი. იქ ნახე შეყვარებულების ხედან. წყვილი რო სკვერში ზის და რო გრძნობ, რო კარგად არიან და რო გიხარია, ესე იგი ჯერ კარგი ადამიანია, ჯერ. მიშ მოვედით ხიდზე და ცენტრალურ წერტილში ვდგავართ. ხო და კამერები ჩართული რო გქონდეს, ხო არ არის პრობლემა. ხო არ დაიბნევი, მაგრამ რა დაგაბნევს ამ ხელა რეჟისორი კაცი ხარ. აბა ერთი შემატყობინე კავშირის დასასრული. არ გეგონოთ, რომ პირველად ხვდებით, ერთმანეთს გუშინად შევხვდით, ეს ხო არ გამიბრაზდება. რა ვახარ?
ბუთკუ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ახლა რაღაც მიცნობ. რა კაი ამინდი დაგვემთხვა. სულ ეგეთი ამინდებია ფრანკფურტში. მიუნხენში არ გაგვიმართლა ამინდებში და ერთი დღე იყო როცა არ ვიღებდი. კაი ამინდია. თუ გინდა წამო. მოდი, აბა რა, როგორ არ მინდა. ფრედი, დღეს ვიმეგობროთ მე და შენ. იქით გადავიდეთ? ხო, არ ვიცი, მე მგონი, აი იქით შეგვიძლია რომ შტენდელისკენ გავიარო. სადაც იტყვი. მასპინძელი შენ ხარ. უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ და ამინდი ხელს გიწყობს რომ შეეჩვიო ადაპტირებ. ეგ არის გადასარევი ბუნების საჩუქარი. ძალიან, თან ნუ მithumetes ჩემი გამოცდილება გერმანიასთან. გერმანიაში ცხოვრების არ არის პირველი და შენ მაშინ სად იყავი? ბერლინში ცხოვრობდი. პროსტა ანუ არ შეიძლება შედარება იმ კლიმატის და დღის ხანგრძლივობის, რაც ფრანკფურტშია ბერლინთან და ამინდიც ხო, სულ თბილა, აი თებერვლიდან ვარ უკვე ფრანკფურტში, როგორც ასეთი ცხოვრობ თებერვლიდან ფრანკფურტში და თითქმის არ მახსენდება რაღაცა დიდი ხანი გადაბმონდა, ასე ვთქვათ, ცუდი ამინდი, სულ კაი ამინდებია და უმეტესად ვატარებ დღეს აი აქ მაინის სანაპიროზე, მომყავს საღლები და ასე მომაქვს ტექსტები, რომლებზეც ვმუშაობ, ვთქვათ, ან ხო. რაღაცა ქაღალდები, საღებავები და ვმუშაობ და ძალიან კარგია რა, მდინარის პირას ყოფნა, კაია ძალიან. დეკორაციის მონახას შენაკეთებ, ხო? უმეტესად ხო, ჩემივე სცენოგრაფიის ხატვარი მე თვითონ ვარ, ხშირად. ეხლა მაგალითად ვისბადენში ვმუშაობ პროცესს კაფკას და იქ ავიყვანე სცენოგრაფი, იმიტომ რომ პარალელურად მეორე სპექტაკლსაც ვაკეთებ და ის სცენოგრაფიის გაკეთება უფრო მაინტერესებს და უფრო მინდა მიუნხენში რასაც ვთქვა მაგისთვის და მოიცა ანტიგონიან მიგაქ ეხა მიუნხენში შენ? კი, ანტიგონე უკვე დავდგი ვისბადენში. ხო და მიგაქვს ეხა იქ ფესტივალზე. ხო, ეხა მიიწვიეს ფესტივალზე რადიკალ იუნგზე და მან მიდის ამერე უნდა დავდგა მიუნხენში, ანუ გასტროლით კი არ წავიდე, იქაურ თეატრთან იქაურ მსახიობებთან გასაგები და ჩაჯდება იმ. იმიტომ რომ ვერ ვასწრებ ორივეს ერთად გაკეთებას. იმიტომ რომ განსხვავებულია გერმანიაში ვთქვათ როგორ მუშაობს სცენოგრაფი, ეგ იმისგან როგორც მუშაობდი მაგალითად საქართველოში, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ტექნიკური ნიუანსია, რომელიც უნდა გაითვალისწინა და რახან დასაწყისია ჩემთვის ასე ვთქვათ, ამების გათვალისწინება არ არის ძალიან მარტივი რა. სცენოგრაფებთანაც ვმუშაობ, მაგრამ მირჩევნია რომ ჩემით გავაკეთო დეკორაცია, იმიტომ რომ მირჩევნია ისეთ დეკორაციაზე ვიმუშაო, რომელსაც ფუნქცია აქვს, თქვა სადადგმო ფუნქცია აქვს და არა დეკორატიული ფუნქცია. ისე რო ვთქვა, ბანალურ პოეტურად დეკორაცია არის ნაწილი პერსონაჟი. რაო? ხო, თოფი თუ კიდია უნდა გაისროლოს, ხო. მე მახსენდება ალბათ კავკასიურ ცარცისტრეში სცენა, რომელიც ტრიალებს. ხო. ეგეთ რაღაცას გულისხმობ, რომ აი არა მარტო, ხო, ასევე, მაგრამ ანუ მნიშვნელობა უნდა კონდეს. მე ხშირად ვცდილობ, რომ დეკორაციამ თქვათ განსაზღვროს მსახიობის ფიზიკური მდგომარეობა. მაგალითად, ჩემი სპექტაკლი ვკვდები როგორც ქვეყანა ახალ თეატრში, რომლის დეკორაციაც ასევე ჩემია და ესეთი დაქანება იყო რა და მსახიობები ცურავდნენ ზემოდან და პრინციპში ანუ ეს დაქანება, ეს გრავიტაცია, ასე ვთქვათ, მთლიანად განსაზღვრავდა მათ სხეულის მდგომარეობას. და შესაბამისად განსაზღვრავდა თამაშსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე უწევდათ, რომ ეთამაშათ და ეს რა თქმა უნდა განსაზღვრავდა პრინციპში იმ სამსახიობო ნამუშევარს, რასაც ისინი ასრულებდნენ. ამას გულისხმობ უფრო მეტად. მე მომწონს ეგეთი დეკორაციის ნახვა. აი მაგალითად სიყვარული და ინფორმაციაში გავაკეთე ეგეთი დეკორაცია, რომ პატარავდებოდა მუდმივად და უფრო კლაუსტროფობიული იყო, ვთქვათ, სივრცე და შეუძლებელი იყო ბოლოს რომ გადაადგილებულიყო. მე არ მაქვს ეგ სპექტაკლი ნანახი, მაგრამ ნატუნა მომიყვა დეტალურად. ხო. როცა ვემზადებოდით გადაცემისთვის და აი ზუსტად მაგაზე გააკეთა აქცენტი ზუსტად ის რა ქვია დეკორაციის მნიშვნელობაზე შინაარსის ხაზგასაცნობა. ეს რა საყვარელი არსებაა. მაგას ქვია არის. ეს ხა არ წყინს თვითონ რა თუ უსწორდება რომ. ეხა ეს რომ ამაში რო ზის, სახსრები აწუხებს ხო იდეაში და მაგიტო. ხო, რაღაცა ნევროლოგიური დაავადებით დაიბადა იდეაში, თავიდანვე ისე დადიოდა, მაგრამ ეხა უკვე დიდია და სიარული ესე უჭირს და ამიტომ ასფალტზე არ დამყავს და მომყავს პარკამდე ეტლით და მე ბალახზე დარბის ჩვეულებრივად.
ძალიან განიცდის ხო სხვა ძაღლს? სხვა ძაღლი რო არსებობს ზოგადად დედამიწაზე ამას განიცდის ყველაფერზე მეტად. ვერნი, დამშვიდი შენ ხარ ჩაგვსვამიქით და დავიწყოთ ლაპარაკი. ამდია. აუ ეს რა კარგად მოკალათ და ბიჭო. დაჭი და ჩუმად იყავ. დაჭექი და ჩუმად იყავ. всё. სხვებისთვის, აი დაუშვათ ეხა ამ ადამიანებისთვის, რაც არის აქ მოსვლა, მინდორზე წამოგორება, ყავის ან ლუდის დალევა ან ასე შემდეგ და ეს არის მათთვის განტვირთვა, შენთვის მათ შორის არის მუშაობის ნაწილი. რაც ადამიანების ალბათ უმრავლესობას არ ესმის, რას ნიშნავს, რომ სეირნობ და შეიძლება ამ დროს მუშაობდე. არა და შენი რაღაც რეჟისორის საქმე მათ შორის ფიქრითაც შემოისაზღვრება, ხო? უნდა იფიქრო, არ ვიცი, პიესაზე, უნდა იფიქრო პერსონაჟის განვითარებაზე და ის რაც წერია დაუშვათ, მაშინ რა ქვია, პიესაში როგორი მედიუმი უპოვო, როგორ გამოსახო. მე მგონი არ იქნება ცუდი, რომ მომიყვე აი რისგან შედგება შენი სამუშაო პროცესი, მანამ სანამ მიხვალ თეატრში და დაიწყებ მუშაობას მსახიობებთან. ძალიან ბევრჯერ გამიგია ეგეთი რამე ჩემ პროფესიაზე, რომ ეს არის გართობა, ან თქვენ რა გენაღლებათ, იქ შეკეტილები ხართ და მღერით და ცეკვათ დაღლობით, ასე წარმოუდგენია. თუმცა სინამდვილეში ძალიან ბევრთვიანი მომზადება არის, არა თუ პრემიერამდე, რეპეტიციების დაწყებამდეც. იმიტომ რომ ჩემი აზრით, მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვმუშაობ, რომ სანამ დავიწყებ რეპეტიციებს, იქამდე ვამთავრებ პრინციპში სპექტაკლის ძირითად ნაწილზე ფიქრს. და ვამზადებ ტექსტს, ვამზადებ კონცეფციას, ვამზადებ ვიზუალურ თხრობას, თქვათ, მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრები, განსაკუთრებით გერმანიაში, იმიტომ რომ ყველანაირი დეტალი წინასწართან ხდება, ყველა ტექნიკური დეტალი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სანამ სპექტაკლზე მუშაობას დაიწყებ, ანუ მე ძალიან მიკვირდა, სანამ გერმანიასთან თანამშრომლობას დავიწყებდი, თქვათ, სისტემატურად, მიკვირდა, რომ რა საჭიროა, რომ 2 წლით ადრე იცოდე რას დგამ. იმიტომ რომ ეგრე არის, აქ 2 წლით ადრე ვიცი, მინიმუმ წელიწად ნახევრით ადრე ვიცი რას ვთქვამ. და მე მათ შორის ისეთი რაღაცების გულისხმობ ეხა, რაზე ფიქრით ჯერ არ დაგიწყია, როგორ გაკეთებ, ხო? მაგრამ ნუ მე ხვდები რომ საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად ყველა დეტალი წინასწარ შეთანხმებულია და მე ეს იმდენ რამეს აზღვევს. ამიტომ ფრანკფურტი თავისთავად ეგეთი ქალაქი გამოდგა, რომ ანუ ის თეატრები, რომლებიც მომდევნო სეზონებზე მიწვევენ, სხვა ქალაქები, ფრანკფურტი ყველაფერთან ახლოსაა. ფრანკფურტი საერთოდ ეგეთი ქალაქია, რომ ახლოსაა ყველაფერთან, სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც. და ამავდროულად ძალიან მზიანია და თბილი მხარეა გერმანიის. ამიტომ იდეალურია იმისთვის, რომ აქ როცა გამომყავს ძაღლები, სასეირნოდ, მომაქვს ჩემი ლეპტოპი, პლედი, მომაქვს წიგნები, ვთქვათ. გერმანულსაც საქმეს აძინაობ ზოგჯერ პარკში, ანუ წერ, ანუ ხატავ, ვემზადები, ასე ვთქვათ, რეპეტიციების დასაწყებად და პრინციპში ხო ჩვენი სამუშაო განსხვავებულია იმით, მე ესე ვიტყოდი, რომ სამუშაო საათები არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს სამუშაო საათები რეპეტიციისთვის, რომელიც გერმანიაში მაგალითად მაქსიმუმ 7 საათია დღეში. დღეში 7 საათია გერმანიაში? მაქსიმუმი ხო და ამ 7 საათში აუცილებლად უნდა იყოს 40 წუთიანი შესვენება ან 1 და ან 2-20 წუთიანი შესვენება ცალ-ცალკე, როგორც გადაწყვეტ ჯგუფი. და 2 დღე უნდა იყოს day-off-ი აუცილებლად, 1 კვირა და 1 რომელსაც გადაწყვეტს დასი, ანსამბლი რეჟისორთან ერთად. მაგრამ რეჟისორის სამუშაო დრო არ არის განსაზღვრული და ის არის პრინციპში უწყვეტი. მათ შორის ახლაც, ანუ ჩვენმა დიალოგმაც სეირნობამ ალბათ მოახდენს ეს დიალოგი გავლენას იმაზე, რასაც ვფიქრობ, თქვა. და ეს ფიქრი არის უწყვეტი პროცესი და ეს ფიქრი არის შრომა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველ რიგში დიდ კვლევას გულისხმობს ეს ძალიან, იმიტომ რომ როცა რაღაცა უნდა დადგა, მით უმეტეს როცა ანუ დიდ მასალაზეა ლაპარაკი და ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს ამ მასალის, რა თქმა უნდა, წინასწარ ძალიან კარგად უნდა მოემზადო, იმისთვის რომ არ აღმოაჩინო, მე არ აღმოჩნდე უცებ, თქვა, არ გააკეთო ისეთი ვერსია, რომელიც გაკეთებულა, თქვათ, რაც ასევე დიდ პრობლემად არ მიმაჩნია, მაგრამ მე არ მაინტერესებს ამის კეთება. ან არ თქვა ისეთი რამე, რაც უკვე ითქვა და ხელახლა არ დახარჯო რესურსი, იმის სათქმელად, რაც ვიღაცამ უკვე თქვა და შეიძლება ბევრი წლის წინ,
მოძებნო საკუთარი თავი ზუსტად როგორ გინდა რომ საკუთარი თხრობა, საკუთარი ბიოგრაფია დაუკავშირო, ასე ვთქვათ, ამ მასალას, რომელზეც მუშაობ, ეს ძალიან გრძელი შრომაა რა. და ნუ სასიამოვნო როა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არის დამღლელი, რა თქმა უნდა. ხადია. ძალიან სასიამოვნოა თეატრში მუშაობა, ნუ ამაზე მეტად მე არაფერი არ მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია მაქვს და ხო. მაგარია, მაგრამ ეს გრლის კიდეც რა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია სურვილი და პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა კარგი გამოგივიდეს. ამიტომ სულ მუშაობ. დაუშვათ შენ მუშაობ, არ ვიცი, ძველ ბერძნულ ტრაგედიაზე. ოკეი. რომელიც ალბათ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის, ბევრ სხვადასხვა თეატრში დადგმულა 10 წლეულების ან 100 წლეულების განმავლობაში, ხო, პირობითად. ეგ ჩემთვის არის ძალიან ესეთი აღმაფრთოვანებელი წარმოსადგენი, როცა ვხვდები, რომ ერთი ადამიანის თავში დაბადებული ამ ამბავს შეიძლება მისცეს თანამედროვე რეჟისორმა აბსოლუტურად თანამედროვე სათქმელი, ხო? სამწუხაროდ ის არის, რომ არასდროს აი ზუსტად მაგ კლასიკურ პიესებს არასდროს არ გაუწყვეტია ერთმანეთთან კავშირი სინამდვილესთან და სამწუხაროდ სამწუხაროა ეგა? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი საუკუნე გავიდა და პრობლემა ჩვენ დღეს იგივე. ვაპარაკობთ ისევ იმაზე, რომ ომში ხალხი იხოცება და ძლიერი ჩაგრავს სუსტს. მაგალითად, აქ ჩემი პირველი სპექტაკლია ჩამოვედი ანტიგონე, ვისბადენში კლასიკური პიესაა, მაგრამ ის არის ძალიან, ასე ვთქვათ, დროის თვალსაზრისით მუდმივი რა, ანუ ყოველთვის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიძახი, ყოველთვის არსებობს ეს სისტემური დაპირისპირება და შენ ამას თუ დგამ პრინციპში რაღაცა ანტიკურ დროში და ტოგებში, ხო? და პრინციპში თუ დგამ ისე რომ აშორებ, ვთქვათ, სინამდვილეს, თანამედროვეობას, ხო? და ლაპარაკობ რაღაცა ისეთზე, რაც ამ დროსაც აქტუალური არ არის, თავისთავად წინამდგომაში მოდის პიესასთან. ამიტომ მე მგონია, რომ განსაკუთრებით ანტიკური მასალა ზუსტად, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ერთგვარი მოდელები, ვთქვათ, ადამიანური სიმახინჯეების და მშვენიერებების ამავდროულად. ჩემი აზრით, საჭიროა რომ დაუკავშირდეს თანამედროვე კონტექსტს, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტს, იმიტომ რომ მთელი ანტიკური საბერძნეთი არის პოლიტიკის პასუხისმგებლობების და ოჯახების კონფლიქტები. შეუძლებელია პრინციპში, რომ ავიღოთ ანტიკური პიესა და არ დავინახოთ დღევანდელობა, ან ნებისმიერი დრო, ნებისმიერი მოცემულობა, იმიტომ რომ ქალებს და ბავშვებს ხოცავდნენ მაშინაც, როცა ევრიპიდე წერდა ტროელ ქალებს და ხოცავენ დღესაც და ჩვენ ამას ვხედავთ და ეს ვერაფერმა ვერ შეცვალა და ჩვენ ვერაფერი ვერ შევცვალეთ. სიმართლე რომ ვთქვათ, მე მქონდა ეგეთი მოლოდინი, რომ შეიძლება ძალიან სულელური მოლოდინი, მაგრამ მახსოვს, რომ მე და დათო ხორბალაძე, ჩემი კოლეგა და ძალიან ძვირფასი მეგობარი მოგითხრათ დავით ხორბალაძეს. დიდი სიყვარული დათოს, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ კოვიდი რაღაცებს შეცვლიდა. ჩვენ ეგრე გვეგონა, რომ ანუ იმდენად ზრუნვა გახდა, იმდენად აუცილებლობა, ხო. იმდენად შეიცვალა ადამიანი და სხვანაირი გახდა, რომ ვიმედოვნებდით, რომ იქნებ თეატრი გამოსულიყო კლასიკური კონფლიქტებიდან, მაგალითად ზუსტად ხო, ომებიდან და სისტემური ჩაგვრისგან და მიმხვდარიყო, ან თავიდან დასაწყისში, როცა პირველი ლოკდაუნი იყო, გქონდა ეგ დიალოგი მახსოვს, რომ ამბობდით, რომ იქნებ ადამიანი გახდეს, ორიენტირდეს უფრო მეტად ზრუნვაზე, ასე ვთქვათ რა. გავიდა ეს დიდი პანდემია, რომელსაც იდეაში ბევრი ადამიანი ერთი ტკივილის ირგვლივ გააერთიანა, მაგრამ რაც ამსაც მორჩა, ისევ ომები დაიწყო, ხო? და პრინციპში ისევ კლასიკური პიესები გახდა აქტუალური, რაც ძალიან სამწუხაროა და კაცობრიობის მარცხზე მიუთითებს. ძირეულს ვერ ვცვლით ჯერჯერობით. აი სხვათა შორის ანუ არის, რომ კლასიკურობას კარგავს ხოლმე პიესა. მაგალითად კლასიკურობას კარგავს? ხო. სტრინბერგის მამა მაგალითად რო ავიღოთ, სადაც მთელი ამბავი არის იმაზე, არის თუ არა ეს კაცი მამა და არ ყვევენ არის თუ არა მამა ეს კაცი. დღეს დღევანდელი მედიცინით ეს აღარ არის კლასიკური პიესა, იმიტომ რომ შეუძლია რომ ტესტი ჩაატარონ და გენური ტესტი და აღმოაჩინონ და აღარ გახდეს ამ ხელა ტრაგედიის დაწერა საჭირო, ხო? ანუ არის რაღაცები ხდება სოფლიოში, სოფლიო ვითარდება, ვთქვათ, ხო? და კლასიკურობას კარგავენ პიესები, იმიტომ რომ ანუ ისმევა კითხვა ეგეთი, რომ დღეს რო ხდებოდეს, ეს რო თანამედროვე მოცემულობაში იყოს, გართმევდა თავს ამ სინამდვილეს, ვთქვათ, ეს სტრუქტურა, ეს სიუჟეტი. მოდი ახლა მითხარი ისეთ რეჟისორებზე, ან ისეთ სპექტაკლზე საბოლოო ჯამში, რომელმაც არათუ ვერ, არამედ არ დაინახა თანამედროვე კონტექსტი. რას დაარქმევ ეგეთ სპექტაკლს? სტერილურს,
საერთოდ რო არ უნდა დადგმულიყო ისეც აზრი რო არ აქვს. კონფორმისტა ვარ თქვენ პირველ რიგში, იმიტომ რომ რავი შეუძლებელია დღეს მსოფლიოში სადმე მუშაობდე, მით უმეტეს საქართველოში შეუძლებელია რომ მუშაობდე და პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ხედავდი ან ვერ აანალიზებდე, მგონია რომ ეგ არის მიზანმიმართული თვითდაბრმავება. და ნუ ხო კონფორმიზმია პირველ რიგში ეგ რა სტერილურობაზე ვსაუბრობთ, ანუ თუ თეატრი არ არის პოლიტიკური, ეს ნიშნავს იმას ჩემი აზრით, რომ ვიღაცა თავს იკავებს, რომ ეს ასე არ იყოს. იმიტომ რომ შეუძლებელია თეატრი თავისთავად თუ არ ვლაპარაკობთ მართლა რაღაცა არ ვიცი მიუზიკლზე ან კაბარეზე და ზოგჯერ ეგეც შეიძლება იყოს ძალიან პოლიტიკური მოვლენა, მე მგონია რომ თეატრი თავისთავად არის ადგილი პოლიტიკური დისკუსიისთვის. შეუძლებელია ეს არის ფალსიფიკაცია, როცა ამბობენ რომ თეატრი შეიძლება რომ არ იყოს პოლიტიკური. შეუძლებელია რომ თეატრი პოლიტიკური არ იყოს, მაგრამ თავისთავად პოლიტიკურია. ფაქტი არა თუ უნდა იყოს, არამედ არ შეიძლება რომ არ იყოს. შეუძლებელია რომ არ იყოს, იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად თავისთავად ანუ ყველაფერი პოლიტიკურია. შენ თუ ამას ვერ ხედავ ძალიან მიზანმიმართულად აკეთებ ამას. აი თანამედროვე ქართული თეატრი მაგალითად მე რასაც ხედავ ამ წუთას, მას მერე რაც თქვა წამოვედი გერმანიაში სამუშაოდ, მე რასაც ვაკვირდები ქართული თეატრის ახალი ტენდენციებია, რომ ახალგაზრდა რეჟისორებს ბუსტავენ რაღაცნაირად მსახიობების და სამხატვრო ხელმძღვანელების, რომ მათ დადგან ყველაზე მოსაწყენი 80-იანების ქართული თეატრის, აი რაღაც ეთნიკური ან რაღაცა ასე ვთქვათ, აი ამ ნიშნით გამორჩეული, თითქოს აი კავკასიური თეატრი, არ გულისხმობ რა თქმა უნდა კავკასიურს არც ისწრეს და ამ ვთქვათ დიდ ნამუშევრებს 80-იანებიდან და 90-იანებიდან და არ გულისხმობ კარგ თეატრს, მაგრამ არსებობდა ეგეთი თეატრი, რომელიც საქართველოს თავისთავად ეს რა თქმა უნდა საბჭოთა ინიციატივა იყო და საბჭოთა თეატრი იყო, საქართველოს ის აქცევდა ერთგვარ ნიშაში, როგორც ასე ვთქვათ, პროვინციულ, აი რაღაცა რეგიონთან დაკავშირებულ პატარა სათეატრო წარმონაქმნს, რაც ტყუილია დიდი და ამ წუთას ზუსტად იგივე ხდება. ესე იგი, იღებენ ქართულ კლასიკოსებს და უკვე რუს კლასიკოსებსაც საქართველოში და აკეთებენ ზუსტად ისეთივე თეატრს, როგორც კეთდებოდა 80-იანებში. ესე იგი, იმ დროს როცა ეს სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც უმეტესობაც ახლა არიან ქართული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები, აქტიურები იყვნენ, თქვათ რა. და ანუ საქართველოს ისევ ექცევა რაღაცნაირი კლდიაშვილის ცუდად გააზრებაში. თორე კლდიაშვილზე დიდი ავტორი მე მგონია რომ ქართველებს ერთი ჯავახიშვილი ყავს და მეტი არა. კლდიაშვილი მოთხრობის ჟანრში ბევრჯერ მithქვამს, გონია რომ სოფლიოს ტოპ 5-ში. ნამდვილად, მაგრამ არ შეიძლება რომ პაროდირება იყოს კლდიაშვილის მთავარი მიზანი თეატრის, რასაც უყურებ. შეუძლებელია სერიოზულად განვიხილოთ ის რეჟისორი, რომელმაც კლდიაშვილი დადგა და კილოკავზე, იმერულ კილოკავზე უფრო მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ წაიკითხა ამ ტექსტში რა. ანუ ეს სასაცილოა ჩემთვის, წარმოუდგენელია. და მჩებაში დავეჭირება რომ ამ წუთას ეგ ხდება რომ ზუსტად ანუ პოლიტიკური კონტექსტი გამოირიცხება სრულად ქართული თეატრისგან და ქართულ თეატრს ისევ ეკაჩებიან საბჭოთა ნიშაში, რომელიც წარმოაჩენდა მას, ასე ვთქვათ, კუთხურ დიალექტურ თეატრად რა, სადაც ადამიანების ნაცვლად თამაშობდნენ კარიკატურებს და უბედურება ისნადაც ანსებდიან, რომ ამას აკეთებენ ახალგაზრდების ხელით რა, იპოვეს ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებიც ამას აკეთებენ და თითქოს სისხლს უსხამენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მათ მეტი ფიქრი შეულიათ, იმიტომ რომ ამ წუთას უფრო პროდუქტიულები არიან, აქტიურები არიან, დასაწყისში არიან თავიანთი კარიერის და რამე ამბოხებიც უნდა იყვნენ აუცილებლად ალბათ. მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ ხელოვანი არ იყოს დაპირისპირებაში. ფრანკფურტი გვარიანად დაზიანა მეორე მსოფლიო ომმა და შენ როგორც მითხარი ძველის აღდგენას ან რესტავრაციას ან მიმსგავსებას ამჯობინეს რომ მოდი ახლიდან დავიწყოთ ყველაფრის კეთება და ეს უბანი სადაც მაღალი შენობებია და მე მგონი ეს შენი საყვარელი შენობა ფრანკფურტში ერთი პერიოდი ევროპაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა ალბათ ყველი ამბავია დგას აქ და გარშემო არის ბევრი მაღალი შენობა და ეს წარმოადგენს ფრანკფურტის ერთ-ერთ სახეს. ხო, სწორად ვამბობ. ნამდვილად. პრინციპში ხო, ალბათ ნუ ფრანკფურტზე თუ ლაპარაკობთ, მე პირველი ამ ქალაქზე ეს მახსენდება ეს ადგილი. ხო, ომის მერე აშენდა. აი მაგალითად ვენაც ეგრე განადგურდა, 80% დაანგრია მეორე მსოფლიო ომმა რო დაიბომბა და ხელახლა აშენეს თქვათ ქალაქი და ისე აშენეს თან რომ არც იგრძნობა, რომ ოდესმე იქ ომი იყო, წარმოუდგენელია ვენაში ახლა ისეთი სიმშვიდეა. ბერლინისგან განსხვავებით მაგალითად სადაც, ნუ ძალიან ცხადია, ყველაფერი ნაბიჯზე ომს ხედავ და მე ალბათ მაგიტომაც მიყვარს ბერლინი ეგრე ძალიან, რომ თავს ვაკავშირებ იქაურობასთან. და ფრანკფურტიც ეგეთი ქალაქია, რომ იდეაში
ფრანკფურტმა გადაწყვიტა, რომ ხელახლა აშენებულიყო რა, გადაწყვიტა, რომ ახალი სახე შეექმნა. უნდა ითქვას, რომ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ამ უბნის მშენებლობას, აქ იყო ძველი ვილები, თუმცა როგორც ფოტოებში ჩანს, ალბათ ისეთიც არაფერი, რომ შეიძლება დარქმეოდა, ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა, ნახევარზე მეტი იყო განადგურებული, მაგრამ მაინც ძალიან დიდი და ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი წინააღმდეგობა არსებობდა 80-იან წლებში სტუდენტური მოძრაობა აი ამ უბნის აშენების გამო და პრინციპში ანუ ფრანკფურტში ვინც ფრანკფურტელები ვინც ცხოვრობენ და ცოტა ცხოვრობს ამ ქალაქში უმეტესობას შეიძლება ითქვას კი არა ნამდვილად ასე 50%-ზე მეც აქვს ემიგრაციო ბექგრაუნდი ალბათ სადღაც 30% არის ჩემსავით ემიგრანტი და უშუალოდ დანარჩენი ალბათ 20-25% კიდე და მეტი 30% არის მეორე ან მესამე თაობა ემიგრაციის. ამიტომაც აქაურები ცოტანი დარჩნენ ფრანკფურტელები, მაგრამ ვინც დარჩა, მე როგორც ვიცი, დიდად არ ახარებს ამ უბნის არსებობა, იმიტომ რომ ამბობენ რომ იერსახე დაამახინჯეს და ალბათ ასეცაა. მაგრამ მე მშელობას ვიწყებ მაგალითად ქალაქზე იმ მომენტიდან, როცა მე მას შევხვდი. შესაძლოა ჩემი პასუხისმგებლობაც ამ ქალაქზე ზრუნვის, რომელშიც ვცხოვრობ, ჩდება იქიდან, როცა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. და ჩემთვის ძალიან დიდი შთაბეჭდილებაა ეს უბანი თავისთავად როგორ ახერხებენ იმას, რომ ამ ხელა შენობები ისე ააშენონ, აი განსაკუთრებით ცხადია ეს, როცა შიგნით თვითონ შენობებში გავივლით, როგორ ახერხებენ რომ შექმნან ამ ხელა შუშის შენობები, თანამედროვე არქიტექტურა და ისე დააგეგმარონ, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს არაფერთან. და სხვა შორის უმახსენდება ხოლმე აი ეგ რო გავივლით, აქ არის შილერის ძეგლი და იმდენად რა თქმა უნდა ეს შენობები მასზე გაცილებით დიდია და ისე დააგეგმარეს, რომ ძეგლმა არ დაკარგა, ასე ვთქვათ, თავისი მასშტაბი და განსხვავებით მაგალითად გალაქტიონის ძეგლისგან, რომელსაც თავზე დაადგეს, ნუ გალაქტიონის ძეგლი მე მახსოვს, როცა ჩავაბარე თბილისში, როცა გადმოვედი ქუთაისიდან, ეს იყო რაღაცა მონუმენტური შთაბეჭდილება, ხშირად მიწევდა მან გავლა და ხედავდი, მახსოვდა, რომ ეს იყო რაღაცა უზარმაზარი ქანდაკება და ალბათ ეგრეც იყო. და მერე როცა ააშენეს შენობები, მთლიანად დაიკარგა, ეს რაღაცა დაპატარავდა და საცოდავი გახდა და პრინციპში ზუსტად ეგ ხატი ჩვენ უკანასკენ 10 წლის ისტორიაზე ზუსტად ეგ ხატი ლაპარაკობს, როგორ ამცირებს ყველაფერს, რაც ღირებულია მატერიალური ინტერესები რა, როგორ ხდება, ვთქვათ, როგორ ჭამს კაპიტალიზმი იმას, რასაც ქვია და არა მარტო კაპიტალიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენთან კიდე ძალიან გრძელი ჩამონათვალი შეიძლება ამ მოცემულობას დავარქვათ, რაც ახლა საქართველოშია, მაგრამ ცხადია, ანუ თვითონ ეგ არის ხატი, როგორ ჭამს ძალაუფლება და ფული როგორ ჭამს ნამდვილ სახეს და ნამდვილ ღირებულებას ქვეყნის და პრინციპში რო შევადაროთ, თქვა საქართველოში როგორ აშენებენ ასეთ შენობებს და როგორ აშენებენ აქ, ალბათ შეუძლებელია და ჩვენ როცა გონია რომ აი მე პირდაპირ რაღაცა აგრესია მიჩნდება მაღალი შენობების დიდი უბნების მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა ნორმალური დაგეგმარების შემთხვევაში შესაძლებელია რომ ეს იყოს პირიქით ძალიან დამახასიათებელი და საინტერესო ამ ქალაქისთვის და ეს ქალაქიც ეგეთია, სულ შენდება, ეხაც აქ ახალი შენობა ამოდის და რაღაცნაირად მუდმივად იცვლება და განახლდება, იმიტომ რომ ამ ქალაქმა გადაწყვიტა, რომ ხო, პრინციპში, ანუ ესეც ომის მეხსიერებაა რა, ის რომ ამ ქვეყანამ პრინციპში მოახერხა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეაზროვნა ამ მასშტაბში, დაბრუნებულიყო ამ მასშტაბით, მიუხედავად ძალიან დიდი დანაშაულის გრძნობისა, რომელიც მათ დღემდე გააჩნიათ, ეს ძალიან ბევრ რამეს ლაპარაკობს ამ ქვეყანაზე და ამ ხალხზე და თავისთავად ეგ რომ ქალაქი გადაიაზრეს და ხელახლა წარმოიდგინეს ასე ამ სახით, ამ ფორმით და ეს ყველაფერი იწყება ვთქვათ 60-იანი წლებიდან და 80-იან წლებში უკვე ძალიან აქტიურად შენდება დიდი შენობები და ამერიკანიზაციასაც კი უძახიან ამ პერიოდს ვთქვათ ფრანკფურტის არქიტექტურაში პრინციპში ძალიან ბევრს ამბობს ამ ქვეყანაზე, ძალიან ბევრს ამბობს მის პოტენციალზე, მის ძალაზე, მის ამბიციაზე, ასე ვთქვათ, და გადარჩენის უნარზე. იმიტომ რომ არ არის ადვილი შენი პასუხისმგებლობა იყოს ჰოლოკოსტი და ბრუნდებოდე უკან ამ გააზრებით, ამ მასშტაბებით, როგორც დაბრუნდა გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამიტომ მე ამ ქალაქს მაგალითად ძალიან ბევრი რამის გამო რაც ახლა ჩამოვთვალე, მათ შორის ის რომ ძალიან საერთაშორისო გარემოა, ძალიან მულტიკულტურულია და ბევრი ხალხი ცხოვრობს, ბევრი სხვადასხვა კულტურა რა. ეგ ძალიან შემაყვარა ამ ყველაფერმა ეს ქალაქი და ძალიან როგორ თქვა, ძალიან ეგეთი ქალაქია, ძალიან welcoming ქალაქია, გიღებს ძალიან და გელაპარაკებიან ქუჩაში და ახლო კონტაქტში შემოდიან შენთან და შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ამაგარი პიჯაკი გაცვია და გაიაროს.
და ასეთი კომუნიკაცია მაგალითად სხვა ქალაქებში ნაკლებად შემხვედრია რა და იგრძნობა ეს ძალიან რომ ბერლინში რა თქმა უნდა ხო არსებობს ეგ, მაგრამ იგრძნობა ამ ქალაქში აი ეს რაღაცნაირი დიდი ცვლილება მუდმივი და მიმოსვლა. ამ ასე ვთქვათ, შენობებთან ძალიან ახლოს ცენტრალურ სადგურთან. როგორც ყველა ქალაქში ხდება ხოლმე, ესეთი თავმოყრილია ქალაქების არც თუ სასიამოვნო სანახავი მდგომარეობა, ადამიანები, რომლებიც გახდნენ დამოკიდებულები პირობითად რაღაც სუბსტანციებზე, ხო? მე ვიცი რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტში ასე ვთქვათ, კონტროლირებადია, ასე ვთქვათ, ნარკომანია, ხო, და არ არის ხო. და არ არის მაღალი პროცენტი მოხმარებისა, თუმცა როცა ცენტრალურ აიმუბანთან გავივლით, რაც არის ძალიან მკაფიოდ ჩანს, ხო? ანუ ბევრი ადამიანია, რომელიც აი შეიძლება არ ვიცი, ქუჩაში ცხოვრობს, მოიხმარს სახეზე, იმაზე ეტყობათ, რომ ისინი არიან დამოკიდებულები და არ არის ასე ვთქვათ, სასიამოვნო სანახავი. ეს სხვა ადამიანი თანაგრძნობის მე ყოველ შემთხვევაში თანაგრძნობის განცდა მიჩნდება ხოლმე, იმიტომ რომ ხვდები, რომ ისინი არ გრძნობენ თავს კარგად და მართლა რაღაცაზე არიან დამოკიდებულები. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ნამდვილი ხელოვანის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მედიუმში მუშაობს, ნამდვილი ხელოვანის საქმე ალბათ უფრო არის თანაგრძნობა და არა ქადაგება. ხო? არის თუ არა შენთვის ეს არა მაინც და მაინც სასიამოვნო სანახაობა, იდეების, შთაგონების მომცემი, რაც შეიძლება რომ გადაიტანო მერე სცენაზე. ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის ეს ქალაქი, იმიტომ რომ საკუთარ სახეს არ მალავს. ხო. აი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ნარკომომხმარებელი ყველგან პრინციპში ალბათ თანაბრად არის, ხო, მსოფლიოში, სადაც ჩაკეტილი და კრიმინალიზებულია, იქ კიდევ ბევრად უფრო მეტი და უფრო საშიში ნივთიერებებსაც მოიხმარენ. ხო. მაგრამ ფრანკფურტში საინტერესო სწორედ ის არის, რომ ის სხვა გერმანული ან ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით არ მალავს საკუთარ თავს რა. შენ შეგიძლია რომ აი აქ Red Light District-ზე, სადაც მე ვცხოვრობ და დიდი ინსპირაციაა ჩემთვის ეს უბანი თავისთავად და ძალიან კონტრასტულია ამავდროულად ის, რომ ეხა ჩვენ ვართ რაღაცა ბიზნეს კლასის უბანში, სადაც ხვდებით აი ძალიან მაღალი დონის რესტორნებს და მაღაზიებს, ასე შემდეგ და ამავდროულად არსებობს აი ასეთი რაღაცა 100 მეტრში დაახლოებით, ხო, რა, რაღაცა ტომებივით ცხოვრობენ ადამიანები და ერთად მოიხმარენ, თქვათ რა. და ხო, ანუ ამის ნახვა ძალიან შთამბეჭდავია და მაინსპირირებელია, რა თქმა უნდა, მძიმეა სანახავად. ბევრი ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისიც ითქვას, რომ ამ ქვეყანაში ამ ადამიანებს აქვთ არჩევანი, მათ შეუძლიათ რომ აირჩიონ და შეუძლიათ რომ მაგალითად მიიღონ პროგრამა, რომლითაც თავს დაანებებენ, მართლა დაეხმარებიან ამაში, დაასაქმებენ და მოუწევთ არის ეს პროგრამა, ხო? ბევრი რა თქმა უნდა, გერმანია ძალიან ხალხზე ორიენტირებული ქვეყანაა რა. გერმანია ცდილობს, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე. ხო, ეს ვიცი, რომ სადამსჯელოს ნაცვლად ზრუნვის პროგრამა ჰქონდა გერმანიას ადრე. ახლაც არის, კი, რა თქმა უნდა, ანუ ზრუნვით არის ჩანაცვლებული, რა თქმა უნდა, სადამსჯელო პოლიტიკა, იმიტომ რომ ამას აჩვენებს სოფლიოს ყველა კვლევა და ყველა პრაქტიკული მაგალითი, რომ აკრძალვამ დაამძიმა მდგომარეობა დედამიწის ყველა წერტილში. ესე იგი, კულტურის აკრძალვა დაჟამ, ხო, დაჟითმე ხო. და აკრძალვამ ამავდროულად და შექმნა, ვთქვათ, ისეთი სცენა, ნარკოსცენა, რომელიც გაცილებით უფრო რთულად კონტროლირებადია და რამდენი ხალხი კვდება, ხო, ყველგან, მათ შორის საქართველოში, სადაც ამ მსგავსი აკრძალვები არსებობს, იმიტომ რომ ბაზარს ვერ აკონტროლებენ. ნუ ცხადია, რა თქმა უნდა, ხო, აქაურობისთვისაც ეს პრობლემაა, მაგრამ ამ ხალხს აქვს იმის შანსი, რომ აირჩიონ ზრუნვა და აირჩიონ, ვთქვათ, გამოსავალი ამ ყველაფრიდან რა. გასაგები. და ამას აფინანსებს სახელმწიფო, ეგეც მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ეს სახელმწიფო პროგრამაა და არა ვთქვათ კერძო კლინიკა, რომელიც ნუ რომელსაც ბევრს ვერ შეცვლები, ხო, ვერ შეცვლები. ეს კლაპი იყო თუ გოეთესთვის ტაში, ეხა ვეღარ გამირკვევია. ორივე, ალბათ ორივე. ეხა მუზეუმი არის აქ და საკმაოდ საინტერესო, ჩემთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი აქ რაც იყო, ამ სახლში ბოლო სართულზე არის ესეთი დიდი ნუ საკმაოდ მოზრდილი ესეთი თოჯინების თეატრის რაღაცა მყუთი, ასე ვთქვათ, რომელიც შეუკვეთა
ბებიამ გოეთეს და რომელშიც ის აკეთებდა თავის პირველ პიესებს და სპექტაკლებს. როცა ბავშვი იყო და არის კიდეც რაღაცა სურათები, ვთქვათ, რა თქმა უნდა ნახატი, როგორ უყურებენ, როგორ აკვირდებიან ბავშვების წარმოდგენებს გოეთეს ოჯახის წევრები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მაგასთან შეხება, იმიტომ რომ უცებ ფაუსტის ავტორი რომ ბავშვობაში თეატრით ერთობოდა და თამაშობდა, ძალიან ამაღელვებელია ამასთან შეხება რა. და ხო, გოეთეც იყო ფრანკფურტიდან და ძალიან ისე არის შენარჩუნებული ეს სახლი, ნაწილობრივ დაზიანდა ესეც ომის დროს, მაგრამ დიდად არა და აღდგენილია უდიდესი სიზუსტით. აი ფანჯრებიც კი, აი შუშები არის, არა გამჭირვალე, ესე დაბალი ხარისხი. სამბეჭდავია ეგ რო ხდები, როგორ ხედავდა, ვთქვათ, იმ პერიოდის ადამიანი ქუჩას რა და სად მუშაობდა და არის ასევე მერხი სადგომი მაღლა, სადაც იდგა და წერდა ან ხატავდა გოეთე და ხო, ძირითადად ფეხზე მუშაობდა თურმე მე ეს არ ვიცოდი და ანუ მის ნივთებს, მის პირად ნივთებს ეხები და მისი ოჯახის წევრების ვთქვათ. ასე რა მაგარია რომ ამ შენ სახლს და ამ შენ ტექსტებს ინარჩუნებს ხო შენი ქვეყანა, იმიტომ რომ რავი, მე მგონია რომ მაგალითად რუსთაველს გაცილებით უფრო დიდი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ნაწარმოებია მხოლოდ, მაგრამ ტიტანური. გაცილებით უფრო დიდი მემკვიდრეობა აქვს დატოვებული ჩემთვის, ვიდრე გოეთეს. ყოველ შემთხვევაში ის ჩემთვის უფრო საყვარელია, იმიტომ რომ ჩემ მშობლიურია. ბაზარი არ არის, როგორც იტყვიან გეტყვი. ნუ ხო, არ არის შენარჩუნებული, დავკარგეთ ჩვენ ავტორი, შეიძლება თქვას და მარტო რუსთაველზე არ აქვს ლაპარაკი. ავი ბარათაშვილი უპატრონობისთვის გაიწირა და ილია ჭავჭავაძე პირდაპირ მოკლეს და ანუ აი ბევრი ავტორი მოვკალით, დავკარგეთ ასე ვთქვათ რა. პირდაპირ და გადატანით იმ მნიშვნელობით მათ. ამ ეს ქვეყანა მეხსიერების ქვეყანაა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად შეამჩნევთ აქაც გამოვიარეთ ფილები არის, სულ ძირ სადაც ხედავ. ანუ ისინი საკუთარ შეცდომებსაც კი აღწერენ და იმახსოვრებენ. ანუ აქ ამ ქალაქში და მთელ ქვეყანაში არსებობს მეხსიერება ომის და ჰოლოკოსტის შესახებ და რა თქმა უნდა, სადაც ჰოლოკოსტს ანუ საკუთარ ყველაზე დიდ სირცხვილს არათუ იმახსოვრებენ, არამედ აი ეგეთ ხელშესახებს ხდიან, რომ ქუჩაში ხდება და ინანიებენ ეგრე. და ინანიებენ, რა თქმა უნდა, ანალიზებენ რაც თავარია, ფიქრობენ ამას. არ მალავენ ისტორიას ჩვენგან განსხვავებით რა. რა თქმა უნდა, ანუ ის ვინც საკუთარ სირცხვილს ინახავს, მას შეუძლია რომ შეინახოს საკუთარი სიამაყეც და შესაბამისად ინახავს ამასაც. ანუ მისთვის ისტორიული მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა დატვირთვა აქვს, ანუ სხვა ფუნქცია აქვს და ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე ხელოვნების სახელმძღვანელო ან ისტორიის სახელმძღვანელო ან რაღაცა ტურიზმი ვთქვათ. ანუ ისინი ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარ თავს დააკვირდეს თავისი ყველა გამოცდილების გამოყენებით და რა თქმა უნდა, ლიტერატურაც ამ ქვეყნის გამოცდილებაა. გამახსენდა, რომ ირიბად გერმანელებს ირიბად კი არა პირდაპირ მიშვებით ჩვენი კულტურის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი წვლილი აქვს გოეთეს ინსტიტუტს მათ შორის რომელმაც 90-იანებიდან მოყოლებული იმდენი წიგნის თარგმნაში და გამოცემაში მიიღო მონაწილეობა და ამ ქვეყანაში ქართული ლიტერატურა რაც მე მგონი ეგეთი დამსახურება ქართული ლიტერატურის წინაშე ბევრ ქართულ ინსტიტუტს დარწმუნებული ვარ რომ არც ერთ ქვეყანას და ბევრ არც ასევე ქართულ ინსტიტუციას ხო ძალიან დიდი ამაგია ფრანკფურტში ვარ და ფრანკფურტის ფილოსოფიის სკოლა ცნობილი რამეა რა მე მგონია რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს გააჩნიათ აზროვნების რაღაც სტრუქტურა, ფორმა, რომელიც უმეტესად აგებულია შემეცნებაზე და ინტერესზე. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია, იმდენად რამდენადაც ვთქვათ პროფესიული შეხება მაქვს სულ ამ ქვეყანასთან და დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია რომ ისინი ქართულ კულტურასთვის, ქართული კულტურისთვის და ლიტერატურისთვის და თარგმანებისთვის და ასე შემდეგ მუშაობენ ამდენს, მხოლოდ იმიტომ რომ აინტერესებთ. და ეს არის ძალიან ბუნებრივი მათთვის. ეს არის დიდი ინტერესის ობიექტი და ამიტომ მოხდა ქართული კულტურა, ქართული ლიტერატურა და ბევრი სხვა ქართული ასე ვთქვათ კულტურული ფენომენი მოხდა ამიტომ გერმანიის ყურადღების ცენტრში. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ქალაქმა და ამ ქალაქის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ტრიბუნამ, ასე ვთქვათ, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობამ, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი წიგნის ბაზრობა, საქართველოს მიიწვია
2000 რომელი იყო ეგა 18 ჩვენც ვიყავით სპექტაკლი ვითამაშეთ საპატიო სტუმრად საპატიო სტუმრად და ამით აი იმ ხელა შესაძლებლობა მისცა ქართულ ლიტერატურას ეს იყო რაღაც წლების ნამუშევარი ჩვენი მათ შორის ჩვენი მეგობრების და ძალიან კარგად გამოყენებული შესაძლებლობა იყო მერე რომ წყალში არ ჩაეყარათ ყველაფერი ეს ამხელაშრომა და ყველაფერი მართლა რაც იმ წლების განმავლობაში გაკეთებოდა პირდაპირ აი ხო ხედავთ ეხლა არ ვერ გავახედებთ კამერებს მეგობრებო იმიტომ რომ არასრულწლოვანები არიან და არ შეიძლება მათი კადრში გამოჩენა მაგრამ აი მასწავლებელმა მე როგორც ხვდები მოიყვანა ჯგუფი და უყვება ალბათ ამ ადგილზე და გოეთეს შესახებ მე მკაფიოდ მახსოვს როდის და რატომ მომინდა რომ ჩემი გამოცდილებისთვის მეხსიერებისთვის ზე დამეშენებინა ჩემი წარმოსახვა. ანუ ნამდვილი რაც იყო ის მექცია წარმოსახვით რეალობად, გამრუდებულ რეალობად. შენ შემთხვევაში როდის იყო, როცა მიხვდი რომ მოდი მე რაღაც რაც ვნახე, იმას რაღაცებს მოვაჩუქურთმებ, სამკაულებს დაურთავ და ახალ რეალობას შევქმნი და მოუყვები ჩემებურად. არ მახსოვს ეგ როდის არ მინდოდა. მე სულ რაღაცებს ვიგონებდი და სულ რაღაცებს ვაკეთებდი და ხელოვნება სულ მაინტერესებდა მთელი ცხოვრება და ვხატავდი რაღაცებს და ეხა ძალიან უცნაურია, მაგრამ ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი მაგაზე. ბოლო დროს დავინტერესდი პოპ-არტით, ანუ ესკიზებს ვაკეთებ, ჭრიჯერ რაღაცებს და მე ვაწებებ, ვაკრავ. და მთელი ბავშვობა იდეაში ვაკეთებდი მაგას რა, ვჭრიდი რაღაცა ფიგურებს და მაგით ვთამაშობდი რა და რაღაცა ისტორიებს ყვებოდი თითქოს მაგით. და ეგ თხრობა და ჩემ ინტერპრეტაცია ზუსტად რაღაცა ამბის, ხო? ან რაღაცა ახალი ნარატივის შექმნის. ხო. ახლებურად აღწერის ეგ სურვილი მქონდა ყოველთვის ალბათ და არც მახსოვს როდის არ მქონდა. მაგრამ ნელ-ნელა უფრო ცხადი გახდა რომ თეატრი იყო პრინციპში ჩემთვის ყველაზე სასურველი და საინტერესო მომხიბვლელი როგორც მედიუმი რომ საკუთარ თავზე მომეყოლა. რატო? როგორ ხსნი მაგას? წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. ეს ალბათ ოპერაც ეგრეა რა პრინციპში, რომ დიდი სიყვარული მე მაგალითად ოპერა შემიყვარდა ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ როცა ვნახე პირველად რომ მოვისმინე საოპერო დადგმა. ოპერა ან ძალიან გიყვარს, ან ძალიან გძულს. და ალბათ ეს არის პირველივე შემთხვევაში რა, როგორც პროფესიონალის ალბათ. იცი რა, მე მიფიქრია მაგაზე, რომ და მქონია შემთხვევებიც, ანუ საკუთარი გამოცდილებიდან, როცა მიუხვდა რომ ლიტერატურა არის ის, რამაც შეიძლება რომ გადამარჩინოს. ხო. და გადამარჩინა კიდეც ბევრჯერ, მათ შორის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნის დროს. როცა დამიცვა მაშინ, როცა არა ძალას არ შეეძლო პრინციპში ჩემი დაცვა და ამისთვის სხვა რო არაფერი იყოს, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ხელოვნების და განსაკუთრებით ლიტერატურის, რომელიც მეტად არის ჩემი მედიუმი. მე აღმოაჩინე, რომ თუ კი რაღაცების შეცვლა შეუძლებელია, შემიძლია რომ ამის შესახებ მოვყვე, ეს ჩემი ფრაზა არ არის, ხო, ძალიან გავრცელებული ამბავია. შენ თუ გქონია მსგავსი განცდა, რომ რაღაცას ვერაფერ ხებ, ვერ ცვლი მაგრამ თუ ამას ვერ ვაკეთებ, მოდი ამის შესახებ სხვას მაინც გავაგებინებ. იცი რა, მე ეგრე არ დამიყვია ერთმანეთისგან რაღაცის ცვლილება და რაღაცის მოყოლა. მე მუდმივად ეგრე ვხედავდი ხელოვნებას, განსაკუთრებით თეატრს და ახლაც ეგრე ვფიქრობ, რომ თხრობა არის ცვლილების მცდელობა. მიზნად უწესებ, რომ შეცვალოს თუ უბრალოდ აკეთებ ამას და თავისუფალ ცურვაში გადის. არა, ამას სპეციალურად ვაკეთებ. ფიქრობ იმაზე, როგორ მინდა რომ ვილაპარაკო. ფიქრობ რაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ვთქვათ იმ პლატფორმებზე რომელიც მე მაქვს და შესაბამისად მოქმედებ როცა გეგმავ სპექტაკლს ეს მიზანი ცხადია რომ მე მინდა რომ ამაზე ვილაპარაკო ან მინდა რომ მაყურებელს ჰქონდეს ასეთი გამოცდილება ან დარჩეს ასეთი ემოციური მდგომარეობა ვთქვათ სპექტაკლის მერე ან დაინტერესოს რაღაცა საკითხმა არ მგონია რომ თეატრი მხოლოდ თხრობაა რა, მგონია რომ თეატრი ასევე ქმედება და ცვლილებებისთვის ქმედებაც, რა თქმა უნდა. თეატრი ყოველთვის იყო რაღაცა ცვლილებებისკენ მიმართული, ანუ ხალხს უნდა ემსჯელა, უნდა კითხვები წაეღო და ის ადგილი, რომელიც კითხვებს ატანს სახლში ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს, რომელმაც ერთდროულად მიიღო ეს გამოცდილება, ვთქვათ, იქნება 500 ადამიანი თუ 1000 ადამიანი, ძალიან დიდი ძალა აქვს ჩემი აზრით და მოქმედი ანუ მოვლენა თავისთავად თეატრი. ეს არ არის მხოლოდ კომენტარი. შესაძლებელია, რომ თეატრმა რაღაცა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელოს და კარგ შემთხვევაში ასეც იქცევა. არ არსებობს პრინციპში არც ერთი კარგი ამბავი, უпростоრად არ არსებობს ამბავი კარგი კონფლიქტის გარეშე, ხო? არის თუ არა შემთხვევაში, შენ შემთხვევაში ყოველთვის ისე, რომ კონფლიქტი, რომელიც გაქვს სპექტაკლში, არის ამბავი, რომელიც გადარდებს პირადად. როგორც წესი პიესებს ვარჩევ ეგრე. საქართველოს ყოველ შემთხვევაში ეგრე ვაკეთებდი, იმიტომ რომ საქართველოს ძირითადად ეგ სისტემაა და იყო მაშინაც, რომ შენ იღებ პიესას და ისინი გთავაზობენ უბრალოდ დადგმას, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გთავაზობს დადგმას და შენ თავაზობ პიესას, მაგრამ გერმანიაში ეგ ეგრე არ არის. წინასწარ გთავაზობენ რაღაცა ტექსტებს, ვთქვათ, და არ ხარ არჩევანში ძალიან თავისუფალი, შეიძლება გქონდეს 5 ვარიანტი, მაგრამ არა უსასრულოდ, ვთქვათ რა. და ნუ მე განიხილავ ამას დრამატურგებთან, განიხილავ თეატრთან და ცვლი რაღაცებს. ამიტომაც ხშირია ეგ, რომ შენ ვერ იღებ მასალას, შენი პირადი პრობლემაზე სალაპარაკოთ, ან დასაკვირვებლად, ხო, ან გასააზრებლად. მაგრამ მე მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აი რაღაცა დროს უკვე იწყებ ტექსტის იმ თვალით კითხვას, რაც ანუ იმ ტექსტში შემოთავაზებულ მასალაშიც კი მე მაგალითად ვპოულობ იმ საკითხს, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და რომელიც მე მეხება და რომელიც ჩემზეა. და ყოველთვის აქცენტს მაგაზე აკეთებ? ეგრე ვყვები, იმიტომ რომ რაღაცაზე ლაპარაკი უნდა მინდოდეს, ხო? ანუ სხვის ამბავს ვერ მოვყვები. მომიყოლია სხვისი ამბები, მაგრამ როცა ყვები სხვის ამბავს და საკუთარ თავთან ამას ვერ აკავშირებ, მე ჩემი ეგეთი ნამუშევრები არ მომწონებია, ვთქვა. რა აკლდება ხოლმე ეგეთი ნამუშევრები? ალბათ რაღაცა პრეზენსი. ავტორი აკლდება ჩემთვის, თუ პირადი თხრობა არ არის. ხედავ, რომ ეს არის მშვენიერი სპექტაკლი, მშვენიერი, რავი, ოსტატია, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ როცა ისყვება სხვაზე, მე მაგალითად მაკლია ყოველთვის აი ეს გულწრფელობა და პირადი გამოცდილება, იმიტომ რომ ხელოვნება პრინციპში ეგ არის, ანუ საკუთარი გამოცდილებების დაკვირვება არის ხელოვნების კეთება პრინციპში და მე ამაზე რაღაცნაირად რეფლექსირება, იმიტომ რომ პრინციპში ეგ არის, რომ ყველა ერთი და იგივე ცხოვრებას ვცხოვრობთ, ერთნაირია, ხო? სადღაც უკვე ყველას ერთი და იგივე საზღუნავი გვაქვს და ეს ყოველდღიური საზღუნავია. და არიან არტისტები, ვიღაცები, ვინც ამბობენ, რომ მე იმდენად კარგად შემილია და საინტერესოდ დავაკვირდე საკუთარ გამოცდილებას, რომ ეხლა დავდგები სცენაზე და 500 კაცმა მიყურეთ მე როგორ ვაკვირდები ჩემ ცხოვრებას. ხდები და შესაბამისად, ანუ ეგ ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს აკვირდებოდე და გულწრფელი იყო და ზუსტად იცოდე რაზე ლაპარაკობ. იმიტომ რომ თუ არ იცი რაზე ლაპარაკობ სხვაზე. ინდივიდის დაკვირვება საკუთარ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვანია ამ წუთას და პირადი თხრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნამუშევარში. წეგან ახსენე სიტყვა მშვენიერება. მშვენიერი სპექტაკლი. სპექტაკლშიც, თეატრშიც და თეატრის მიღმაც სიტყვა მშვენიერებას როგორ აღწერდი? თეატრში თუ ზოგადად რა არის? მოდი თეატრში ვთქვათ. თეატრში არის ძალიან მშვენიერი ის მომენტი, როცა ჩემთვის, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი სპექტაკლი ვნახე და მაგ დროს ფუჭდები როგორც მაყურებელი, იმიტომ რომ ყველაფერს აკვირდები უკვე ტექნიკური თვალით, რომ ამას როგორ აკეთებს და იცი ეს როგორ კეთდება, ან ვარაუდობ, რომ შეიძლება ეს გაკეთდეს. არის რაღაცა მომენტები, როცა მთლიანად მავიწყდება ის, რომ ბევრი რამე წავიკითხე ცხოვრებაში თეატრზე და კიდევ უფრო მეტი მაქვს წასაკითხი და ხდები აბსოლუტურად დაუცველი და ასე ვთქვათ, სრულიად შიშველი მაყურებელი რა, რომელსაც ის თხრობა და ისტორია აინტერესებს, რომელსაც გთავაზობს რომელიმე სათეატრო ავტორი. მაგრამ არსებობს ნამუშევრები, რომელიც მთლიანად შენ ცოდნას და გამოცდილებას გართმევს და უბრალოდ გახსენდება რაღაცა თეატრის მომენტია რა, ანუ ეგ დაკვირვება, როცა აკვირდები სხვის პირობითობას, რომელიც მოიგონა და ამას ასრულებს, ხო? გავიწყდება ყველა ის კომპონენტი, რომელიც გჭირდება თეატრზე სალაპარაკოთ, ან თეატრის აღსაწერად, ან იმის საქმეად რატომ მოგწონს. მე ხდი უბრალოდ არის მომენტი, როცა უყურებ უიარაღოდ გტოვებს ესე იგი, ხო? აი ეგ არის ძალიან და ეგ ხდება ჩემ შემთხვევაში მაშინ, როცა ძალიან დაუფარავ გულწრფელობას ვნახავ რა სცენაზე და ეგ არის ძალიან ლამაზი. ასევე ძალიან ლამაზია მსახიობები არის ძალიან მშვენიერი ჩემი აზრით. რა ზოგადად თვითონ მსახიობი არის ძალიან მშვენიერი მოვლენა. და ეს გარდასახვის მომენტი, ეს რაღაცნაირი რწმენა საკუთარი თავის და მე იმის რწმენა, რასაც აკეთებს, ვთქვათ,
ან იმდენად დამაჯერებელი ხდება, რომ თითქოს ასხივებს რაღაცას, რა თითქოს მთელ ყურადღებას იქცევს. ეგ მომენტიც საამშვენიერია. ბევრი რამე აქვს თეატრს, ალბათ თვითონ თეატრიც საამშვენიერია ჩემი აზრით, რა. ამდენ საუკუნოვანი გამოცდილება, ნახევრად რიტუალისტური გამოცდილება, რომელიც ხო, ანუ სიგიჟე აი ჩვენ რო დავფიქრდეთ პრინციპში რო აი ახლა რაღაცა პიესას თამაშობთ და გადასარევად აი რატომღაც მაგალითად აი საქართველოში რო ხედავთ სტრინდბერგს, ხო? იგნება სტრინდბერგი და ხედავთ რომ ორი ქართველი ადამიანი დედაშვილს თამაშობს სიტყვაზე და ესენი არიან შვედები იმ წუთას, უბრალოდ რატომღაც ქართულად ლაპარაკობენ. ანუ ეს რო ესე ვთქვათ და თან პარიკები ახურავთ თავზე და ძველ დროში ხდება მოქმედება. ჩვენ ამის ბჯერა და ვტირით დარბაზში მიხდი ან ვიცინით. ანუ ვიღებთ ამ პირობითობას და თავისთავად ეგ მომენტიც, ეგ თანხმობაც საამშვენიერია რა, როცა მე ვიცი რომ რასაც შენაკეთებ ამ წუთას ეს არის ხელოვნება ვთქვათ, არასინამდვილე, მაგრამ მე ვთანხმდები რომ ეს ყველაფერი როგორც სინამდვილე ისე განვიცადო რა, ეგეც საამშვენიერია ჩემი. რეჟისორი თანაუგზნობს თუ არა უკლებლივ ყველა იმ პერსონაჟს, რომელიც შემოყავს თავის სცენაზე, მათ შორის ცუდებს. ვცდილობს რომ გაიგოს. თანაგზნობა არ არის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ბევრი ისეთი პერსონაჟი არსებობს აქამდე ჩემ სპექტაკლებში, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელია, პირველ რიგში იმ მსახიობების გამო, ვინც ამას თამაშობენ და მე იმის გამო, როგორც თამაშობენ, არ არის ჩემი საქმე, რომ ვინმეს უთანაგრძნო რა. მე არ კარგ შემთხვევაში მე მგონი, რომ არ უნდა გიბიძგო შენ იმისკენ, რომ შენ თქვა რომ აი ეს სწორია, ის კი არასწორი. ამ შემთხვევაში რაღაცა სისულელეა რა, ძალიან დაბალი ხარისხის ნამუშევარზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ არ გამართო, არ გიყვარდეს, ასე ვთქვათ, ან წინააღმდეგობაში არ, მაგრამ ახსნა ეს რა არის, ხო? იმიტომ რომ თეატრში კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ მოვდივართ იმის დასაკვირვებლად, მაგალითად, აგერ თუ ანუ არ მოვდივართ იმის სანახავად, რა დაემართა ვინმეს. ჩვენ გვაინტერესებს მიზეზები, რატომ დაემართა და ამ მიზეზებზე მსჯელობა მგონია არის რეჟისორის საქმე. და არა პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობა რა. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ყოფილა შემთხვევები და ეხაც პრინციპში კაფკას როცა ვაკეთებ, მგონია რომ ეგეთივე შემთხვევა იქნება, ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიღაცა პერსონაჟის გავლით საკუთარ თავზე მილაპარაკია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსგავსება მიპოვია იმ მომენტში და შესაბამისად მიმხვდარ ვარ, რომ რაღაცებს ვდგამ ისე, რომ ეს არის ჩემი ავტობიოგრაფია. და გაანალიზებულად ან გაუანალიზებლად მინახავს საკუთარი ცხოვრებიდან სცენები ჩემ სპექტაკლებში. და ხო, გამომიყენებია რომელიღაცა პერსონაჟი საკუთარ თავზე სალაპარაკო. და ყოველთვის კარგი პერსონაჟი არა. არის რამე პრინციპული სხვაობა ქართულ სამსახიობო დასსა და პირობითად იმ სამსახიობო დასებს, რომლებსაც აქ ხვდები და რომლებთან ერთადაც მუშაობ. ენის მიღმა, რა თქმა უნდა, ენის მიღმა. ბევრი სხვაობაა ძალიან. რაც იდეაში ნამდვილად იგრძნობა. ალბათ არის ის, რომ აქაური მსახიობები გაცილებით უფრო ღია არიან თავიდანვე და ნაკლებად გამოწმებენ, ვიდრე ქართველი მსახიობები. ქართველ მსახიობებს პირველ რიგში ხო, ანუ ეს ცუდი არ არის, ყველგან ცუდი კი აუცილებელია, რომ არსებობდეს კითხვები და არსებობდეს კამათი. მაგრამ მე მიგრძნია მაგალითად საქართველოში ხშირად, რომ მსახიობი აღმოჩნდება ხოლმე შემფასებლის პოზიციაში. ხო. არა და ეს არ არის მისი ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ პროცესი ერთხელ მაინც არ ცდის. მაგრამ მე მქონია მაგალითად საქართველოში შემთხვევა, რომ რაღაცები არ უცდიათ და აუხსნიათ, რომ იცი რა, ეს ესე არ იმუშავებს. და მე აღარც მე მithოვია, იმიტომ რომ მაინც გავაკეთოთ, რომ ძალდატანებით როცა მიცდია უკვე რომ არა, ეგ არ იქნება ერთხელ მაინც სცადე, ის ერთხელ მაინც ვცდილობა არის, რომ შენ დაგიმტკიცოს, რომ რაღაცა ცუდი მოიფიქრე. მიხდი? ეგ რეჟისორის ავტორიტეტს არ ურახუნებს, თუნდაც გარშემო იქ დამსწრე ადამიანებს შორის? გააჩნია როგორ პასუხობ ამას. გააჩნია შენ მე მაგალითად ეს მithქვამს, რომ ერთხელ მაინც შეგვეძლო რომ გვეცადა, ეს არ არის სწორი, რაც საკეთებ, მაგრამ გადავდოთ გვერდით, იმიტომ რომ ახალს მოვიფიქრებ. ოკეი. ეს მithქვამს და ნუ მე ყოფილა რომ არა ბოდიში მეცუდად არ მithქვამს თუ რაღაცა, მაგრამ ნუ ცუდია ეგ, არ შეიძლება მაგის გაკეთება. ხო. აქ არის რომ მსახიობი ერთხელ მაინც ცდის და მე დასვამს კითხვებს, იტყვის რომ ესე არ არის, ეს არასწორია, ამას რატო ვაკეთებ აქ? ეს არალოგიკურია, ხო არ ჯობია გადავანაცვლოთ. ამას იკითხავს. ქართულ მსახიობებს არ უყვართ კომპლიმენტების მოსმენა მაგალითად, ეგეც არის. კომპლიმენტების მოსმენა არ უყვართ რეჟისორისგან ხშირად. ქართველებს? ხო, ან სულ გეუბნებიან რომ კაი კაცო აჭარბებ, არ ვარ ეგეთი კარგი. თუ აქებ
ამის მიღება არ შეუულია. თუ ლანძღავ ურჩევნია რომ მოისმინოს რა, კრიტიკის მიღება ურჩევნია. ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ ძალიან უყვართ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ როგორც უარყოფითი ფიდბექი უნდა მიცე და კრიტიკა ასევე უნდა შეაფასო რა გააკეთა კარგად. ეს სწორია. გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურია აქაური ურთიერთობები, მე ვიტყოდი. და გასაგებიცაა რატო, როგორ ქვეყანაში ვართ, ხედავთ და ძალიან შვიდი და არატოქსიკური გარემოა და პატივს ემენ სახეობები ერთმანეთს, ნორმალური ანაზღაურება აქვს, პროფკავშირები მუშაობს, ყველაფერი თავის ადგილზეა და შესაბამისად ამ ადგილს უფრო მეტად უფრთხილდებიან. ამიტომაც უფრთხილდებიან იმ წითელი ხაზების გადაკვეთასაც ერთმანეთთან ურთიერთობაში, რეჟისორთან ურთიერთობაში, რომელიც ასე ვთქვათ პასუხისმგებელია იმ ცხოვრებაზე, იმ ცხოვრების ხარისხზე, რომელიც მათ აქვს. თანამედროვე ქართულ თეატრს რა ძალითაც დაარტყა სახელმწიფომ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ზოგადად ქართულმა თეატრმა თქვენ პროტესტის დაწყების ეგრეთ წოდებულ ავანგარდში იყავით თავიდანვე, პირველი დარტყმები თქვენ მიიღეთ. ანდრო ჭიჭინაძე კიდე ცალკე საკითხია და მახსოვს მათ შორის ფინანსურად რამხელა დარტყმა იყო თეატრისთვის, ის ბოიკოტი რომელშიც იყავით, რამხელა ასე ვთქვათ წნეხი მოდიოდა თქვენზე და ძალიან მედგრად იდექით და გმირული საქმე იყო რაც თქვენ გააკეთეთ მაშინ. არ ვიცი, მე მგონია რომ რაღაცა ცოტა დაგვიანებული იყო დაკვირვება ამაზე. იმიტომ რომ მე მგონია რომ ამას ჩვენ თეატრი ვაკეთებდით ბევრი წელი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობდით, აი როცა ვიწყებდით მაგალითად ჩემი თაობის რეჟისორები და მე როცა ვიწყებდით პირველ ნაბიჯებს გამდით, ჩვენ შეუთანხმებლად, ასე დაულაპარაკებლად ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა რომ ბევრი პოლიტიკა შემოგვეტანა თეატრში და თეატრს ერთხელ და სამუდამოდ დაეკარგა რაღაცა ეს ვოდებილურობის თუ აი რაღაცა კილოკავის ფუნქცია რა და ადამიანების გართობის გარდა ადამიანებისთვის კითხვების დასმაზეც ეფიქრა, ვთქვათ და ეს ბევრი წელი გაგრძელდა ჩვენ შემთხვევაში. ეგ წინააღმდეგობა და ამან ბევრი ადამიანი შემოიკრიფა ძალიან. მნიშვნელოვანია ის ახალი თაობა, ახალი მაყურებელი. ეს არ იყო ჩვენ შემთხვევაში რომ აი ესე უცებ ვიღაცა მოვიდა. არა, ანუ ეს დიდი ხანი უმუშაობდით და ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით რომ მნიშვნელობა მიგვეცა თეატრისთვის რა. იგივე მაგალითად ანუ ვკვდები როგორც ქვეყანა, როცა გავაკეთეთ სპექტაკლი, მანდ იყო ერთი სცენა, სადაც ვლეწავდით ღარიბაშვილის ვიდეოს ტელევიზორში, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში ომი დაიწყო, იმიტომ რომ უკრაინას მოუნდა რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ანუ ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ ძალადობის პროვოცირებაში. და ჩვენ ეს ანუ ეგეც და იქამდე, ჩემამდე ბევრი წლით ადრე ძალიან რა, ქართულ თეატრს ჰქონდა პოლიტიკური ტრადიცია. როცა ის იყო საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილი, მაშინ ამ თეატრის შემქმნელი, ხო, ამ თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი არ იყო კონფორმისტი და ის არ იდგა სისტემის მხარეს და ის უპირისპირდებოდა სისტემას და მაშინ იყო ის საინტერესო ავტორი და მაშინ ქმნიდა სათეატრო ტრადიციას. მას ზუსტად მაშინ როცა იყო ძალიან პოლიტიკური და რობიკოს გულისხმობ, რობერტ ზურაბას გულისხმობ, კი. როცა ის იყო სისტემის წინააღმდეგ, მაშინ იყო ძალიან საინტერესო და სულ ასე იყო, მე მახსოვს ბევრი წელი ძალიან. და მე უცებ აღმოჩნდა რაღაცა მეხოტბე და მისგან რავიმე, მისი კალიბრის რეჟისორისგან ძალიან აბან რაღაცამდე მიიყვანა, ასე ვთქვათ რა, ეგ მიმართულება და იყო იმედგაცრუება შენთვის. მე ვიცი რომ სტურუა შენთვის მნიშვნელოვანი რეჟისორია 80-იანი ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვანი რეჟისორია. იმედგაცრუება რა. იცი რა, კი, რაღაცა დროს იყო იმედგაცრუება, მისი პოზიცია იმედგაცრუება, მაგრამ მარტო ეგ არ არის, ეს რაღაცა დიდი კასტაა ძალიან და რომელმაც ეგ გზა აირჩია, რომ ეგრე მომხდარიყო, ვთქვათ რა და იგივე ზუსტად პროტესტში, მოძრაობაში, როცა უკვე ინტირანოსი გაჩნდა, უკვე როცა ანდრო დაიჭირეს და უკვე ვკვდები როგორც ქვეყანაში ჩემს სპექტაკლში მაგალითად თამაშობდა პირდაპირ ანდრო და ჩვენ და ბევრ სპექტაკლში თამაშობდა იმ თეატრში და ვერც გავაგრძელებდით და არც გავაგრძელებდით, იმიტომ რომ ვინ მოიყვანდა ვინმეს ანდროს როლებზე. მე მაგალითად მაგას არ გავაკეთებდი და არც დოი არ გააკეთებდა მაგას. და ანდროს ხუის სპექტაკლში იქ არ თამაშობდა. შესაბამისად რაღაცა ეს ვერ შეიცვლებოდა რა და ნუ ეს რაღაცნაირად ერთიანად გადაწყდა. ანდრომ დეც უბრალოდ ჩვენ ანდროს თვითონ გაიფიცა დაპოსტა, რომ ვიფიცები, როცა პირველი დიდი დარბევები იყო და ხალხს თავპირი დაგვალეწეს.
ანდროს გაიფიცა და მერე დაიჭირეს ანდრო რა. ამიტომ ეს უფრო ადრე დაიწყო, ეს მასობრივი გაფიცვა თეატრში დაიწყო უფრო ადრე, სანამ მას დაიჭერდნენ. მაგრამ მერე საერთოდ ანდროს დაიჭირეს და ვეფხია კასტრაძე მსახიობია და რა თქმა უნდა ჩვენმა წინააღმდეგობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო რა და ძალიან დასაფასებელია იმ მსახიობების ბრძოლა და სფეროს წარმომადგენლების პროფესიონალების რომელსაც მგონია რომ დღემდე გავდივართ და ისინი მიციქ არიან ფიზიკურად გადიან ამას რა. ხო, შესაბამისად ხო, მგონია რომ ძალიან ლოგიკური იყო რომ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ძალიან აქტიური მონაწილე ყოფილიყო თეატრი. თუმცა რა თქმა უნდა ყველგან შემოიტანეს დაპირისპირება მათ შორის თეატრშიც და რავი, დაშალეს ყველაფერი ეს ძალიან ცნობილი, ძალიან კარგად ნაცნობი რუსული. ძალიან ძველი ხრიკი არის. ხო. სიმსუბუქეში ჩვენს მთავარ პარტნიორთან საქართველოს ბანკთან ერთად ვაკეთებთ რუბრიკას, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. მე მგონი შენის პერსონა და პერსონაჟი ხარ, რომელსაც ბევრი სხვადასხვა კუთხით შეუძლია რომ ამ რუბრიკაში ისაუბროს. როგორც რეჟისორის არ გაჩერებაზე, როგორც რეჟისორის გზაზე და სიჯიუტეზე, პერსონაჟის სავალ გზაზე და მის სიჯიუტეზე. რა გახსენდება ამ სიტყვებზე არ გაჩერდე. ოიდიპოსი მახსენდება როგორც პერსონაჟი, რომელიც იქამდე არ გაჩერდა სანამ თვალები არ დაითხარა, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორც პერსონაჟი, როგორც თვითშემეცნების პერსონაჟი, რომელიც რა თქმა უნდა ჰიპერბოლიზებულია ამაში ბოლოს, რომ თვალებს ითხრის, იმიტომ რომ შეიცნო საკუთარი თავი. თქვათ, მაგრამ მგონია რომ ამავდროულად არის ეგრო არ უნდა გაჩერდე თვითშემეცნებაში მაშინაც კი როცა ასე ვთქვათ სიმართლის აღქმაში, სიმართლის დანახვაში არ უნდა გაჩერდე იქამდე მაშინაც კი თუ ამ ყველაფერს შეუძლია რომ თვალების დათხრა გამოიწვიოს. ანუ თუ შეიძლება რომ ანუ თვითონ ამ პერსონაჟის სურვილი თვითშემეცნების საკუთარი თავის გამოცნობის იმდენად დიდია რომ ის იკვლევს საკუთარ თავს და იკვლევს საკუთარ ნაკლოვანებებს. და მგონია რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დაუსვას შეკითხვები საკუთარ თავს და ეცადოს რომ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლოს. რომ ყოველთვის ეგ არ შეგილია, რომ რასაც ეკითხები შენ თავს, იმას უპასუხო და ზუსტად ეს არის мотиваცია, როცა არ შეგიძლია რომ უპასუხო, დაიწყო ამ პასუხების ზებნა. და დასვა კიდე უფრო მეტი კითხვები. ამიტომ მე მგონია რომ არ გაჩერება თავისთავად ნიშნავს ამას, მეტის გაგებას საკუთარ თავზე და იმ გარემოზე, რომელშიც შენ ცხოვრობ და ეს გარემო ზოგჯერ არის ძალიან ძალადობრივი და შენ სვამ შეკითხვებს რატო არის ეს გარემო ეგეთი ძალადობრივი და თუ შეგიძლია რომ რამე შეცვალო და თუ შეგიძლია რამეში აქტიური იყო დგები და რაც ხელში გაქვს იმით ცდილობ რომ შეცვალო რაღაც. შეიძლება ეს იყოს თეატრი, შეიძლება ეს იყოს სპორტი, შეიძლება ეს იყოს მეგობრობა, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა ურთიერთობები, არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ყველაფერი რაც არსებობს დედამიწაზე უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ გარემო, რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, გავხადოთ ცოტათი მაინც უკეთესი. და ეს დიდი ბრძოლაა, რა თქმა უნდა, და ეს ძალიან დიდი შრომაა ამავდროულად და რთულია. მაგრამ მგონია რომ იმდენად დიდია პასუხისმგებლობა ზოგადად სამყაროს მიმართ და საკუთარი თავის მიმართ, რომ ამ შეკითხვებს საკუთარ თავზე ამომწურავად უპასუხო და შესაბამისად საკუთარი ფუნქცია შეასრულო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის ჩემი აზრით არის თვითშემეცნება, ხო? და იმ ადგილის კვლევა და იმაზე რეაგირება, სადაც ის ცხოვრობს და სადაც არსებობს. მგონია რომ არაფრით არ უნდა გაჩერდეს, არაფრით არ უნდა შეწყდეს შეკითხვები საკუთარ თავთან. თუნდაც ეს შეკითხვები იყოს ძალიან მტკივნეული რა და არ შეიძლება რომ გაურბოდეთ ყოველთვის პასუხისმგებლობებს და არ შეიძლება გაურბოდეთ ყოველთვის საკუთარი თავის აღქმას, საკუთარი თავის დანახვას, მაშინაც კი როცა ეს ჩვენი თავი ძალიან სულად გამოიყურება. საკუთარ თავს უნდა შევხედოთ რა. მე მგონია ამ წუთას სულად გამოვიყურებით, მაგრამ მგონია რომ შეუძლებელია გამოვიყურებოდეთ უკეთესად, თუ ამ სახეს არ დავინახავთ. ამიტომ გაქცევა არ შეიძლება, ჩემი აზრით, ამ მდგომარეობიდან თუ ყველაფერს შეიძლება მოიტანოს რაღაცა ტიპის სიკეთე, ალბათ ამ პერიოდმა, ამ დიდმა კრიზისმა, რომელიც აქვს საქართველოსაც და რომელიც აქვს ამ ქვეყანასაც და ზოგადად მსოფლიოს, ამ წუთას ჩვენ შეგვიძლია რომ დავიმახსოვროთ
დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი და აღარასდროს აღარ გავაკეთოთ, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ ალბათ იმიტომ რომ არ დავსვით საკმარისი კითხვები საკუთარ თავთან და არ ავიღეთ საკმარისი პასუხისმგებლობები კაცობრიობამ. ამიტომაც ხო მგონია რომ თვითშემეცნება არასდროს არ უნდა გაჩერდეს და მგონია რომ ყოველთვის ეს კრიტიკული კითხვები უნდა დავსვათ რაც შეიძლება სასტიკად. სხვადასხვა აი არ გაჩერებაზე ვფიქრობდი. თეატრი ხო თავისი არსით არის ადგილი, რომელიც იწვევს შიგნით შემოდით ეუბნება ხალხს. მე აღმოჩნდა აი ბოლო პერიოდში დამინახეთ რომ თეატრი იძულებული გახდა გამოსულიყო გარეთ. და შეიცვალა ფორმები ხშირად, ხო? აი მაგალითად შენ ხარ იმ რეჟისორებს შორის რომლებმაც არამხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითაც ჩააგდო მაყურებელი დისკომფორტში, იმისთვის რათა ალბათ, რათა მათ უფრო კაფიოდ დაესვათ რაღაც შეკითხვები, იმიტომ რომ ისინი აღმოჩნდნენ ან სცენაზე, ან მსახიობები აღმოჩნდნენ მათთან ერთად უშუალო შემხებლობაში, ხელით შეხება და ასე შემდეგ. და ეს არის თეატრის ცდელობა, რომ იპოვოს ახალი გზა და ახალი გზის ძებნა არის ის, რომ ის მიდიოდეს არა ინერციით, არამედ მიდიოდეს სრული ძალით, არა, რომ იცვალოს ფორმა და დარჩეს საინტერესოდ. ხო, რა თქმა უნდა შეიცვალოს. სტრინდბერგი წერს, დღეს მეორედ ვახსენებ სტრინდბერგს. სტრინდბერგი წერს, რომ თეატრი ისევე როგორც რელიგია, გადაშენებადი სახეობაა და ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ არ იცვლება თეატრი, ზუსტად ისე როგორც რელიგია, თუ არ პასუხობს დროს და ადამიანს ამ დროში მცხოვრებს, ის კვდება. შესაბამისად, ხო, მუდმივად უნდა განახლდეს თეატრი და ახალი გზები უნდა ეძებოს. თუმცა მე არ მგონია, რომ იგივე ეს ინტერაქცია, რომელიც შენ წეგან ახსენე, ეს ჩემამდე ბევრმა გააკეთა ძალიან, თუმცა ანუ ხო ეს ხელსაწყოები არსებობს ჩვენს პროფესიაში, რომელსაც იყენებ საკუთარი ამბის მოსათხრობად და ასევე ცდილობ რომ შექმნა საკუთარი ხელსაწყოც და გააუმჯობესო ეგ ხელსაწყო. მაგრამ ხო ალბათ მაგიტო ხდება რომ განახლდეს და გადარჩეს ასე ვთქვათ, არ მოკვდეს. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი რუბრიკა. ხო. ამას ვაკეთებთ ალტასთან ერთად, ჩვენი ახალი პარტნიორია და ამ რუბრიკას ქვია კონტროლ ალტი. საკუთარ თავში მოიცავს საუბარს იმაზე, როგორ შეცვალა ამა თუ იმ ხელსაწყომ, გაჯეტმა ადამიანის ცხოვრება. შეცვალა ცხოვრება ისეთი ნათქვამია გადაჭარბებული, მაგრამ აი მნიშვნელოვანი რაღაც გავლენა მოახდინა, რამაც მერე მისცა იდეების შთაგონება, ინსპირაცია, სიმყუდროვე და ასე შემდეგ. რა არის შენ ცხოვრებაში ეგეთი მოწყობილობა, რომელიც შემოანათა? ინტერნეტი იყო ალბათ 2000-იან წლების დასაწყისში. და მახსოვს რომ იყო ქუთაისში ბიბლიოთეკასთან ერთი ინტერნეტ კაფე, სადაც მივდიოდი და რაღაცა რეჟისორებს, რომლებსაც ვინიშნავდი, ფსიქო იყო მაშინ გადაცემა, ძალიან პოპულარული და გოგი გვახარიას. ნუ ვინიშნავდი რაღაცა რეჟისორებს და მივდიოდი ინტერნეტ კაფეში და რაღაცა დროით ვქირავდი კომპიუტერს, ინტერნეტს და ვნახულობდი ფილმებს და მაგ ინტერნეტ კაფეში მაქვს ნანახი ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი რეჟისორი და ძალიან მაგარი ნამუშევრები. ალბათ ეგ მახსენდება, მაგრამ ბევრი რამე შეცვალა მაგ ადგილმა, ანუ სულ მახსენდება ეგ ადგილი, როგორც აი ერთ-ერთი ჩემთვის რაღაცა განათლების წერტილი რა, საიდანაც ბევრი რამე ვისწავლე. ეგ არის ალბათ კიდე ჩემი პირველი გაჯეტი, ჩემი პირველი მობილური იყო, ჩემი ხელფასით ნაყიდი, მუშაობდი სადღაც და ვიყიდე ტელეფონი, როცა ჩავაბარე თეატრალურში და ჯიბიდან ამომაცალეს მეტროში. მე მგონი იყო ღრმაღელის მეტროში ამომაცალეს ჯიბიდან ჩემივე ხელფასით, პირველი ხელფასით ნაყიდი ტელეფონი. ხელდამშვენებულები მოვედით. არ ამოგილაგებ სიტყვაზე უნდა მედო რა. კი ბატონო. თავის მოვლის საშუალებებში რო ხო კარგად ხარ? წინვალეთ. ბიჭო, ორივე მელოტები ვართ. შენ იმით ვიპარსაო თავს რა, მანქანითო. მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ კანის დატენიანება ლოსიონი არის მნიშვნელოვანი და ბრენდი რომელიც წამოგიღეთ კი არა და გამოგიგზავნა PSV-მ არის მისშა, ეგრე ქვია და ახლოს ხარ და არის კიდე ხელის დამატენიანებელი ლონდონური ჰისკოტი არის. ხო. ხო, და მოკლედ მისშა, კორეული და ბრიტანული. მიშა ქვია? მისშა. არა, რა გინდა? გაზავიჩი ეგეც გამოიყიდა რა. ძალიან დიდი მადლობა. იმასკენი, იკაშკაშე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან არაფრის. გამოგადგება, მოკლედ, მიუხედავად რომ წახვალ ესე წაისვრის. ზუსტად. ასე.
იკაშკაშებ. მე დარწმუნებული ვარ ეხლა რომ აი არ ეწყინებათ ვიღაცეებს, მაგრამ შეგიძლია დაასახელო რამდენიც გინდა იმდენი მსახიობი, რომლებიც შენთვის განსაკუთრებული პროფესიონალები არიან კი არა, რომლებმაც შენი აზრით ის სათქმელი, რომელიც ერთობლივად გქონდათ, ყველაზე კარგად გამოხატავენ და რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დისციპლინით და პროფესიონალიზმით. ყველა მსახიობისთანაც მიმუშავია. ყველასთან შევთანხმდით ბოლოს იმაზე, რაც ორივეს გვინდოდა. და ძალიან საყვარელია ყველა და ძალიან კარგი მსახიობები არიან, ძალიან, ანუ აი ძალიან მაღალი კლასის, უნიჭიერესი, პროფესიონალი ხალხი. მაგრამ მე გამოვუყოფ, რა თქმა უნდა, კახა კინწურას, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია და ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია რა. და ალბათ სამაგალითო კაციც, ანუ სამაგალითო ადამიანია. სამაგალითო მოქალაქე, ადამიანი და მსახიობი. დიდი მოკითხვა. და მეგობარი და ოჯახის წევრი და მამა და ქმარი და ბევრი რამე რა, ძალიან მიყვარს კახა. მაგრამ გამოვყოფდი კახას არა მარტო იმიტომ, რომ მიყვარს და ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ მასთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სამნიშნულოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ მე არსად სხვა არავისთან არ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ გრძნობდეს ზუსტად აი აბსოლუტურად ყველანაირ ტყუილს, ასე ვთქვათ, ყველანაირ სიყალბეს და რეაგირებდეს ამაზე. და ამ სიმართლის ზებნაში და საკუთარი თავის შემეცნებაში და საკუთარ თავზე დაკვირვებაში კახასთან დიალოგი, იმიტომ რომ ისიც მთელი თავის ცხოვრება თავის თავს აკვირდება რა. ხო. კახასთან დიალოგი არის რაღაც, რაც მე ვიტყვი რომ ზრდის როგორც ადამიანს და როგორც ხელოვანს ყველა პროცესში. და ანუ რაღაცა ძალიან ისეთი კავშირი აღმოგვაჩნდა მე და კინწურას და ბევრ სპექტაკლში ითამაშა ჩემთან ძალიან და ეგ იხსნება იმით, რომ ჩემთვის ძალიან სასურველია მასთან დაბრუნება ყოველთვის, იმიტომ რომ მგონია რომ უნიჭიერესი მსახიობია და უკარგესი კაცია, მაგრამ გარდა ამისა მოაზროვნეა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და ძალიან საინტერესოა ჩემთვის მისი მოსმენა სხვადასხვა მასალაზე. ამიტომ ხო, ძალიან ბევრი მე საერთოდ მაგრა გამიმართლა რა, ძალიან ბევრ კაი მსახიობთან ვიმუშავე საქართველოში. სამეფო ოპერის თეატრში როცა დავიწყებ, თქვათ, ჩემი საერთო კარიერა და მერეც ბევრი სპექტაკლი გავაკეთე სამეფოში და ჩემ მეგობრებთან ამავდროულად, რომლებიც ბრწყინვალე მსახიობები არიან, ახალ თეატრში იყო და ბრწყინვალე მსახიობებთან მუშაობდი, ამაში ძალიან გამიმართლა რა და ძალიან მიყვარს მსახიობები. და ძალიან მიხარია, რომ ხედავ, რომ ისინი ჩემთან ერთადაც და დამოუკიდებლადაც გამენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მაგარი ხალხია რა. ამიტომ ხო ალბათ კახას გამოვყოფთი, მაგრამ იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული სათეატრო დიალოგია ჩემ შემთხვევაში მასთან. 23-ში, მაგრამ ეს გვიან გავა, ეს გადაცემა. უკვე ჩავლილი ამბავი იქნება. მნიშვნელოვანი ამბით მიდიხარ მიუნხენში. კი ბატონო. ფესტივალი, რომელიც მე არ მიყვარს ეს თქო პრესტიჟულია, მაგრამ კარგია მოკლედ. იქ მოხვედრა არის ხარისხის ნიშანი. ეს ერთი ამბავი, მაგრამ შენ დიდი გეგმები გაქვს და უკვე საინტერესო ნაბიჯებს დგამ გერმანიაში, ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, დიდი ტრადიცია აქვს თეატრის და დიდი მომავალი აქვს სავარაუდოდ თეატრს, იმიტომ რომ ფიქრობენ ამ საკითხზე და ზრუნავენ ამ საკითხზე. როგორ ეწერები ახლა შენ უკვე ამ ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში და რა არის სამომავლო გოლები, ეგრეთ წოდებული. ამადი ესე გოლები რა. ეს ძალიან დიდი ამბავია და ძალიან გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რადიკალ იუნგზე აღმოუჩნდით. ამ ქვეყანას, ანუ რადიკალ იუნგ ნიშნავს რადიკალურ ახალგაზრდას. და ამ ქვეყანას ჯერ კიდე ახალგაზრდა ვგონი ვარ 36 წლის პრინციპში ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ანუ ახალგაზრდა რეჟისორი აღარ ქვია საქართველოში 36 წლის ადამიანს, ან შეიძლება ქვია კიდეც არ ვიცი. მაგრამ ნუ ჯერ ახალგაზრდად გთვლიან და გარდა ამისა რადიკალურად, იმიტომ რომ ძალიან პოლიტიკურია ის ნამუშევარი, რაც გავაკეთე ვისბადენის თეატრში.
და მე ვღადაობ, რომ პრინციპში ეს რომ მე რადიკალური ახალგაზრდა ვარ, ეს არის ერთადერთი, რაზეც ქართული რეჟიმი და გერმანული თეატრი თანხმდება. ანუ ნამდვილად ამაზე ხელს ჩამოართვევენ ისინი ერთმანეთს. მაგრამ ხო, ანუ დიდი ამბავია ეს რადიკალ იუნგი ძალიან იმ წელს 10 ან 12 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც პოლიტიკურ ხელოვნებას აკეთებს, მიწვეულია მიუნხენში და არის ერთგვარი სკაუტინგი, სადაც ჩამოდის ძალიან ბევრი ინტენდანტი, სამხატვრო ხელმძღვანელი, პროდიუსერი ფესტივალების გერმანულენოვანი ქვეყნებიდან, ანუ არა მარტო გერმანია, არამედ შვეიცარიაც და ავსტრიაც და ანუ ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვს აქედან რა. და ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ეხლა 11 დღით მივდივარ 23-ში მიუნხენში და იქ ვიქნები. გარდა ამისა, ეხლა ვისბადენის თეატრისთვის ვაკეთებ სპექტაკლს, პროცესს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და მერე შემდეგი არის რომ მიუნხენ კამერშპილეში ვდგამ მომდევნო წელს მიუნხენის კამერშპილეში, რომელიც ასე ანუ ძალიან დიდი, ძალიან ისტორიული სცენაა რა. პირველ რიგში იმიტომ რომ მანდ მუშაობდა ჩემი ყველაზე საყვარელი გერმანელი ავტორი, წერდა და დგამდა რაინერ ვერნერ ფასბინდერი და მისი ბოლო სპექტაკლი ანარქია ბაიერნში, თავისივე პიესა, რაც დადგა, ეს იყო მისი ბოლო სპექტაკლი მიუნხენ კამერშპილეში და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მისი ქალაქია მიუნხენი და იქაა დამარხული და ფასბინდერი არის დიდი მიუნხენელი რეჟისორი, როგორც სათეატრო, ასევე კინოს და ტექსტების ავტორი და მაგარი კაცი. და მე ვდგამ ანარქიას ბაიერნში, ანუ მისი ბოლო პიესა რაც იყო, ვდგამ ფასბინდერის პიესას ანარქია ბაიერნში, რაც მან დადგა ბოლოს. და ჩემთვის მისი დიდი თაყვანისმცემელისთვის ეს იმხელა მოვლენაა თავისთავად, რომ იგივე სცენაზე ვმუშაობ პირველად, რაზეც მან იმუშავა ბოლო ჯერ იგივე სცენაზე. არ ვიცი, რაღაცა დაუჯერებელი ამბავია რა. და ვცდილობ, რომ აქაც ძალიან პოლიტიკური ტონი მაქვს, ძალიან ირონიული ტონი მაქვს რა, იმიტომ რომ ძალიან ვცდილობენ, როცა აქ დგამ, ვცდილობენ, რომ რაღაცა ნიშაში მოგაქციონ, თქვათ. და ჩემი ნიშა, რა თქმა უნდა, არის აქტივიზმი, რა თქმა უნდა, არის რეჟიმი, პოლიტიკა, ომები, ასე შემდეგ. და ამავდროულად ამ ყველაფერს მე ვაკვირდები, რა თქმა უნდა, მაგრამ არა როგორც მსხვერპლის პოზიციიდან, არამედ ვიტყოდი, რომ ძალიან ირონიული ვარ, როცა ვდგამ გერმანიაში და ხშირად ცინიკურიც და დავცინი კეთილდღეობას, რომელიც ძალიან დროებითია ჩემი აზრით ამ ქვეყანაში. და ზირთად ამაზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ბოროტებას თუ არ გააჩერებ, ის არ გაჩერდება რა. შესაბამისად, ხო, აქაც მგონია, რომ ხიჭვი ვარ რა, ანუ არ ჭკვიანად არ ვიქცევი, მოკლედ არც აქ ამის თქმა მინდა რა. ანუ აქაც პრობლემა ვარ და მგონია, რომ ჩემი ფუნქციაც ეგ არის, რომ პრობლემა უნდა ვიყო რა, კონკრეტული პოლიტიკური წყობებისთვის და თუ საკმარისი პრობლემა ვერ აღმოჩნდები, მგონია, რომ ვერ შევასრულებ ჩემ საქმეს, იმიტომ რომ თეატრის საქმე ეგ არის, რომ უნდა კრიტიკა მოიტანო საზოგადოების, პოლიტიკის, დღის წესრიგის იმ კონტექსტშიც, რომელშიც ის არსებობს, თქვათ, ხო? და ამიტომ აქაც კრიტიკული ვარ. ოღონდ უფრო ცინიკური, უფრო მეც ვიცინი და რაც ძალიან უცნაურია, უფრო სწორად რავი, მოწონთ ძალიან აქ რა, კრიტიკა მოწონთ, იმიტომ რომ კრიტიკის ტრადიცია აქვს ამ ქვეყნის თეატრს. ბრეხტი სადაც შეიქმნა, იმ ქვეყანას აქვს კრიტიკული თეატრის ტრადიცია რა. ამიტომაც აქ ძალიან ისე იღებენ ამას, ინტერესით აკვირდებიან, მაგალითად რა არის ჩემი როგორც უცხოელის, როგორც აქ ჩამოსული რეჟისორის პერსპექტივა აქ აღურობაზე. და სიმართლე რომ ვთქვა, ანუ მე არ ვდგამ აქ სპექტაკლებს საქართველოზე, ან ირანზე, ან პალესტინაზე, ან იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინაზე მაგალითად, რომლებიც ბრძოლაში არიან და ვართ, არამედ ვდგამ იმაზე, როგორ აკვირდებიან ამ ბრძოლას შეშფოთებით აქაური ადამიანები. იმიტომ რომ მე მგონია, რომ თუ მე საინტერესო ვარ ვინმესთვის, საინტერესო ვარ მხოლოდ ჩემი დაკვირვებით და ჩემი დაკვირვების მანერა არის ძალიან კრიტიკული ყოველთვის რა და თუ ეს მანერა საინტერესოა და როგორც აღმოჩნდა საბედნიეროდ აინტერესებთ, იმიტომ რომ ბევრმა შემომთავაზა სპექტაკლის დადგმა ძალიან და რაღაცა მომდევნო სეზონებს გეგმავ, ძალიან მიხარია თუ ამის ნახვა უნდათ, მაგრამ თუ უნდათ რომ ნახონ მაგალითად ის თეატრი, რომელსაც მე ვქმნი, ეს აუცილებლად იქნება პოლიტიკური, აუცილებლად იქნება შემაწუხებელი და ალბათ ხშირად ცინიკურიც და კრიტიკულიც რა. ამიტომ არ ვიქცევი ისე, რომ დიდი მადლობა, რომ აქ ვარ. ვცდილობ, რომ ეგრე დავიმკვიდრო თავი, რომ რაღაცებს,
ბევრს ხმაურობს ეს კაცი. კარგი პრესა გაქვს. კი. უკვე. და ეგ არის მაგარი. რა. და არ გიკვირს შენ ახლა თეატრმცოდნეებისგან საქებარი სიტყვები. როგორ არ მიკვირს კაცო? ჩემი როგორ არ მიკვირს? ჩვენ როცა ბავშვები ვიყავით და ვიწყებდით ქართულ კრიტიკას, ჩვენი ლანცღვის გარდა არაფერი არ გაუკედებია. მოკლედ, მე არ ვიცი რას როგორ აღიქვამ შენ საერთოდ კრიტიკას, რა სიამოვნებს, რას იღებ შენიშვნად, რაზე ბრაზდები, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, ჩემთვის ბევრად საინტერესოა რა მოგხვდა სასიამოვნოდ ყველაზე მეტად გულზე და თვალზე და ყურში, როცა წაიკითხე რაღაცები. ჯერ ესეთი ყურადღებას რომ მოგაქცევს გერმანული პრესა, ეს უკვე მაგარია, როცა დადებითად მოგაქცევს ყურადღებას, ეს კიდე ცალკე მაგარი ამბავია, მაგრამ შენ როგორც რეჟისორისთვის ყველაზე საგულისხმო რა იყო რაც წაიკითხე? პირველ რიგში ის რომ აკვირდებიან, პირველ რიგში ხარისხი იყო ძალიან ცხადი, რომ ვკითხულობ ვიღაცა ისეთის ტექსტს, რომელმაც სათეატრო თეორია იცის და არ მსჯელობს იმ დონეზე, რომ წითელი კაბა ვისაც აცვია, ის აუცილებლად მსხვერპლია და შავი ვისაც აცვია, ეს კი სიკვდილის სიმბოლოა. ანუ აი ამის იქით რომ წერენ აქ ეგ ძალიან საგულისხმოა, იმიტომ რომ საქართველოში ეგეთი კრიტიკა არ არსებობს. თუმცა ნუ იქამდეც რაღაცა დაუწერიათ ჩვენზე ღია სივრცეზეც და რაღაცა ჩემ ნამუშევრებზეც თქვა ადრე ყოფილა ეგ და ხარისხი იგრძნობა და ძალიან კარგია ეგ, რომ არგუმენტირებული მსჯელობაა სათეატრო პროცესზე მაგალითად და აკვირდებიან ამას შეიარაღებული თვალით და ცდილობენ რომ ანუ პრესა იმსახურება იმას კი არა რომ ვიღაცამ თქვა კარგი იყავი თუ ცუდი, იმისთვის რომ შეიქმნას, ეგეც რა თქმა უნდა, მაგრამ შეიქმნას ერთგვარი ბადე, რომელსაც მაყურებელი დააკვირდება, ვთქვათ რა, არა მარტო მაყურებელი, აქ პრესას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს. როცა სადღაც იბეჭდები, განსაკუთრებით სათეატრო პრესაში, ამას კითხულობს მაგალითად ინტენდანტი თეატრის, იგივე სამხატვრო ხელმძღვანელი რა, რომელიც ნუ სპექტაკლებს არ დგამს, ეს განსხვავება ინტენდანტს და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის და ალბათ არც არის ეს ცუდი. რო არ დგამს სპექტაკლებს, მაგრამ ანუ მთელი ამბავი ისა, რომ აქ იდეაში კითხულობენ ამ პრესას და იღებ შესაბამისად შემოთავაზებებს. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა, რომ ანუ მე ჩამოვედი აქ 2 სპექტაკლის დასადგმელად, მქონდა 2 კონტრაქტი, რომელსაც მოყვა კარგი პრესა ძალიან და უცებ რადიკალ იუნგზე მიგვიწვიეს და მე შემოთავაზებები მივიღე და რა თქმა უნდა დავთანხმდი ყველას და გადავწყვიტე რომ გამეგზელებინა აქ ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ მესიამოვნა თავისთავად, რომ გამიხარდა ის, რომ ახალ შესაძლებლობებს ხსნის პრესა, ანუ ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა, რომ აი რაღაცა დაინახეს ან არ დაინახეს, რაც მომწონს, ან მე უფრო მეტად მაყურებელი მაინტერესებს და მაყურებელს ვაკვირდები და გულწრფელი ვარ, როცა ამას ვამბობ. კრიტიკაც მაყურებლისგან მაინტერესებს. კარგია თუ არსებობს და იქნება ისეთი თეორია, რომელიც მაყურებელს დაეხმარება ასე ვთქვათ, ხელოვნების აღქმაში, რაღაცა კონკრეტული ტექნიკის გააზრებაში, ან რაღაცა ისეთი ნაწილის, რომელიც მაყურებლისთვის უცხოა რა. მაგრამ ჩემთვის მთავარი შემფასებელი ნამდვილად არის მაყურებელი და მაინტერესებს რა გამოცდილებას გადის ის, როცა ჩემ მიერ მოყოლილ რომელიმე ამბავს უყურებს. და მე ვფიქრობ მარტო იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედო მაყურებელზე რა. და მიხარია ის, რომ ამ ქვეყანაში რაც დავდგი ხშირად იწვევს იმას, რომ ხალხი ელაპარაკება ერთმანეთს. თუმცა ხო ალბათ იმიტომ, რომ რაღაცა პოლიტიკური საკითხები მათთვის მნიშვნელოვანია და ამაზე საუბრობენ და ეს ჩართულობა და ინტერესი ჩემი სპექტაკლების მიმართ აქ მახარებს. სიმართლე რა ვთქვა, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყანაშიც უკავშირდებოდე აუდიტორიას და ელაპარაკებოდე, უზიარებდე და ამას აკეთებდე დიდი ინტერესით და სურვილით. და რაღაცნაირად პოულობდე კონტაქტს, ასე ვთქვათ რა. მადლობა შენ. პირიქით კამფეტივით, ყვავილივით ეპიზოდი გამოვიდა. შენ გაიხარე. კაი კაცი ხარ. ძალიან წარმატებები. დიდი დაკა. უფ. შენი აი ესე რა, გულდამშვიდებული დიდი ხარ აკეთე. კი. შენი ვალი მოხდილია ფრანკფურტში. ნამდვილად.